პუტინის კირიმი დასრულდა. კარგი იყო, სანამ იყო, არა, ვლადიმირ. მას შემდეგ რაც უკანონოდ მიერთე ყირიმის ნახევარკუნძული, უკრაინისგან წაგლიჯე და გეგონა, ყველაფერი მოგვარებული იყო. შენ ქონდა შენი პატარა გვირგვინის ძვირფასი ქვა და გონებაში კიდევ უფრო გაამყარე შენი ყალბი პრეტენზია უკრაინაზე. მაგრამ ხანგრძლივი ომის შემდეგ, რომელიც სწრაფი შეთრა უნდა ყოფილიყო, ყველაფერი ჩამოინგრა. ყირიმი აღარ არის გვირგვინის ძვირფასი ქვა. უკრაინა მთლიანად აჭრის ნახევარკუნძულს და ემზადება რუსეთის სამუდამოდ გაასუფთავოს ყირიმიდან. სტრატეგია მარტივია. იზოლაცია, გამოუსადეგარი გახადო და შემდეგ გაანადგურო. საშუალო მანძილის დარტყმები ყველაფრის გასაღებია და ჩვენ აგიხსნით, როგორ და რატომ აკეთებს უკრაინა იმას, რასაც აკეთებს ყირიმში. დავიწყოთ მიზეზით. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იცლებს ლოგისტიკის ბლოკადის პროგრამას. დაახლოებით $113 მილიონი მიეძუნება ამ პროგრამას და თანხა სულ მცირე პირველ ეტაპზე პირდაპირ გადაეცემა იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის მასშტაბით რუსული ლოგისტიკის წინააღმდეგ საშუალო რადიუსის დარტყმებს ახორციელებენ. ყირიმში განგაში ზარები დაირეკებოდა იმ მარიონეტული მთავრობის ოფისებში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ნახევარკუნძულზე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლოს უკრაინის განზრახვა ნათელი გახდა, იმ ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ, რომ ყირიმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სულ უფრო ფართოვდებოდა დარტყმები, როგორც ლოგისტიკურ, ასევე სამხედრო ობიექტებზე ყირიმის შიგნით. მათთვის ლოგისტიკის ბლოკადა ახალი პრობლემა არ იყო. ეს იყო კამპანიის გაგრძელება და გაფართოება, რომელიც უკვე სერიოზულ პრობლემებს იწვევდა. ლოგისტიკის ბლოკადის იდეა შედარებით მარტივია. სადაც არ უნდა მიმართოს რუსეთმა თავისი სატვირთოები და ტანკერები, იქ დაარტყამს უკრაინა და ეს დარტყმები გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და მის შემდეგაც. ეს უკრაინისთვის ინიციატივის მოპოვებას ეხება. როდესაც მისი დრონები ვარდება ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიაში, ამ რეგიონებში მყოფი წინახაზის ჯარისკაცები ყველანი გრძნობენ დაკარგული მარაგებისა და არასაკმარისი რეზერვების ტკივილს. მაგრამ არსად იგრძნობა მიმდინარე მოვლენები ისე, როგორც ყირიმში, რომელიც დამოკიდებულია ლოგისტიკურ არტერიებზე, რომლებიც გადის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, რათა მარაგი მიეწოდოს და გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც რეალური სამხედრო საფრთხე უკრაინისთვის. ყირიმის იზოლაცია უკრაინის საბოლოო მიზანია. ამის გაკეთებით უკრაინა მთლიანად უსარგებლოს ხდის ნახევარკუნძულს პუტინისთვის და მისი შეჭრის ამბიციებისთვის. ამ იზოლაციის მისაღწევად უკრაინამ ჭკვიანურად უნდა გამოიყენოს თავისი დარტყმები. დრონების გაგზავნა იმ რეგიონებში, სადაც რუსეთს საჰაერო თავდაცვა აქვს თავმოყრილი, ნიშნავს, რომ ამ დრონების უმეტესობა ჰაერში განადგურდება. უკრაინას ეს არ სურს. მას სჭირდება მაქსიმალურად მაღალი წარმატების მაჩვენებელი, რათა ლოჯისტიკური ბლოკადის პროგრამა ამოქმედდეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ უკრაინის დრონები აქტიურად არიდებენ თავს ყველაზე მჭიდრო რუსულ საჰაერო თავდაცვას, რომელიც ფრონტის ხაზზეა განლაგებული და ამის ნაცვლად ურტყამენ ამ თავდაცვების მიღმა, ების მიღმა, სიღრმეში. ამის ნაცვლად უკრაინის დრონები ნადირობენ სამხედრო კოლონებსა და საწოვის სატვირთოებზე ყველა ტიპის. მიუხედავად იმისა, ყირიმში მიდიან თუ იქიდან ბრუნდებიან. ეს ნიშნავს, რომ თითქმის მთელი ოკუპირებული უკრაინა უკრაინის დარტყმებისთვის სამიზნეა, რადგან ყირიმი წარმოადგენს ლოგისტიკურ კვანძს, რომლის მეშვეობითაც რუსეთი მატერიკიდან უკრაინაში ჯარებსა და მარაგებს გზავნის. აქ უკვე იწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ ხდება ყირიმის იზოლაცია. მაგრამ უკრაინას არ აქვს ილუზიები იმის შესახებ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მისი ზაფხულის კამპანიისთვის. ნახევარკუნძულის დანარჩენი ოკუპირებული უკრაინისგან მოწყვეტა უზარმაზარი ამოცანა. რუსეთი ამ ფაქტით სარგებლობს თავისი შეჭრის სამო დასაწყისიდანვე. ყირიმი იყო და კვლავაც რჩება რუსეთის შეტევითი ოპერაციების დასაწყის წერტილად, მისი ლოგისტიკური კვანძის როლის გამო. აქ მდებარეობს სამხედრო აეროდრომები, საბრძოლო მასალის საცავები, რაკეტებისა და დრონების გაშვების პლატფორმები და მთელი არსენალები, რომლებიც ივსება და მიეწოდება ოკუპირებულ უკრაინას. ყირიმიდან რუსეთს შეუძლია წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო გემების განთავსება. ყოველ შემთხვევაში ასე იყო. უკრაინის კამპანიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ფლოტის მესამედი განადგურდა და დანარჩენი დატოვა თავისი მთავარი ვარიბაზა სევასტოპოლში, ამას სერიოზული დარტყმა მიაყენა. მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს არის მიზეზის შემდეგ, თუ რატომ სჭირდება უკრაინას ყირიმის იზოლაცია. ის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან ფასეულია, რომ უგულებელყო და პუტინის სამხედრო გაძლიერება ნახევარკუნძულზე წარმოადგენს სიმბოლოს იმ დომინირების, რომელსაც რუსეთის ლიდერი ცდილობს დააჯეროს მსოფლიო, რომ ფლობს უკრაინაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს წამოწყება მასშტაბურია, ის ასევე აუცილებელი იყო. ყირიმი პუტინის გეგმებისთვის გადამწყვეტი იყო იმ წამიდანვე, როცა მან შეიჭრა. 2022 წლის თებერვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა ნახევარკუნძულზე ჯარები და იარაღი დააგროვა. სწორედ ამ ჯარისკაცებმა შეძლეს სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილის დაკავება, ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეებში, რაც საფუძველი გახდა შემდგომი დამღლელი და სასტიკი ომისთვის. კიდევ მანამდეც კი ნახევარკუნძული გამოიყენებოდა როგორც რუსეთის ძალის სიმბოლო.
უკრაინის ცნობით 2019 წელს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა, რომ რუსეთმა ყირიმში განათავსა 12 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 40 ტანკი, 62 ვერტმფრენი, 122 საბრძოლო თვითმფრინავი, 162 მძიმე საარტილერიო დანადგარი და 593 ჯავშან მანქანა. ეს გაძლიერება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ყირიმი აქცია მთავარ ადგილად ყველაფერში, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს. ამიტომ ნახევარკუნძულის იზოლაცია უკრაინისთვის უბრალოდ სასურველი არ არის. ეს ნიშნავს რუსეთის მთელი საომარი სტრატეგიის გასაღების წართმევას. ამ ეტაპზე უკვე საკმარისად ხსმენიათ მიზეზებზე. ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა უკვე მოქმედებს, ამიტომ ალბათ წარმოდგენა გაქვთ როგორ ხდება ეს. მოდით უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ. საშუალო დისტანციის დარტყმის ახალი თაობის დრონების გამოჩენა მთლიანად შეცვალა უკრაინის მიდგომა ყირიმის მიმართ. ეს დრონები რუსულ სამიზნეებს ოპერაციულ სიღრმეში ესხმიან თავს, რაც როგორც წესი, ფრონტის ხაზიდან 20-დან 200 კილომეტრამდე მანძილზეა. აქ მდებარეობს რუსული ლოგისტიკა, ასევე სარდლობის პუნქტები, ჯარის კონცენტრაციები, გაფანტული საჰაერო თავდაცვა და მომარაგების სადგურები. ამ რეგიონიდან ხდება ფრონტზე ყველა მოქმედების ორგანიზება და სწორედ ამ დიაპაზონში ლოგისტიკური არტერიების დარტყმით ახერხებს უკრაინა ფრონტისპირა ოპერაციების დარღვევას და ერთდროულად ყირიმის იზოლირებას. მაისამდე 3 თვის განმავლობაში ვხედავდით, რომ უკრაინა უფრო მეტად ეყრდნობოდა თავის საშუალო დისტანციის დათმობის სტრატეგიას. მაისში უკრაინამ საშუალო მანძილზე სამიზნეებზე დაახლოებით 50%-ით მეტი დარტყმა განახორციელა ვიდრე აპრილში. და ეს ზრდა მოჰყვა იმას, რომ უკრაინამ უკვე გააორმაგა საშუალო დარტყმების რაოდენობა მარტსა და აპრილს შორის, ხოლო აპრილის მაჩვენებლები თებერვალთან შედარებით გააოთხმაგა. უკრაინა აგრძელებს განვითარებას. ივნისის ბოლოსთვის, როგორც ჩანს, კიდევ ერთ ზრდაზე მოგვიწევს საუბარი. ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ისაა, რაც უკვე ვახსენეთ. ყველაფერი, რაც მოძრაობს იმ გზებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს კრიმიდან და კრიმისკენ მომარაგებისთვის. ეს ნიშნავს საწვავის ცისტერნებს, მომარაგების სატვირთოებს და სამხედრო კოლონებს, რომლებიც ჯარისკაცებს გადაჰყავთ. ეს ყველაფერი უკრაინის სამიზნეა, რადგან ის ცდილობს რუსეთმა კრიმის მხარდასაჭერად გამოყენებული გზები ნამდვილ ჯოჯოხეთად, დამწვარი მანქანების ველად აქციოს. და ახლა ამ გზებზე, სადაც არ უნდა გაიხედო, უკრაინის დარტყმების შედეგებს ხედავ. R280 ავტოსტრადა, რომელიც რუსეთში როსტოვ-on-დონს, უკრაინის სამხრეთ რეგიონებთან, მარიუპოლთან და მელიტოპოლთან, ასევე კრინთან აკავშირებს, ნამდვილი ჯოჯოხეთის გზად იქცა ნებისმიერი რუსული მანქანისთვის, რომელიც მის გადაკვეთას ცდილობს. ეს გზა გადამწყვეტია ოკუპირებული კრიმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მას შემდეგ, რაც უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა ქერჩის ხიდს, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, და გამოავლინა, რომ ეს გზა ზედმეტად დაუცველია, ეს გზა გახდა რუსეთისთვის ნახევარკუნძულზე შესვლის მთავარი მარშრუტი. The Guardian იუცხება, რომ უკრაინის 412 ნემესისის ბრიგადა ლიდერია ამ გზის მონაკვეთის ჯოჯოხეთად გადაქცევაში, რადგან მაისის შემდეგ მან ათეულობით სატვირთო და ცისტერნა გაანადგურა R280-ზე. რა თქმა უნდა, ერთი გზის გადაკეტვა საკმარისი არ არის კრიმის იზოლაციისთვის. მას შემდეგ, რაც R280 უკიდურესად საშიში გახდა, რუსეთი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის საშუალო დონის დარტყმის დრონებმა R280-ზე დომინირება დაამყარეს, უკრაინა სხვა ადგილებში ნადირობას შეუდგა. ხერსონის რეგიონში მდებარე ლოგისტიკური კვანძები, რომლებიც ოკუპირებულ უკრაინას ყირიმთანაც აკავშირებს, შემდეგი სამიზნე გახდა. ივნისის დასაწყისში ხერსონში ჩერნობილის ხიდი რამდენჯერმე დააზიანეს, რის გამოც რუსეთს მოძრაობის გადამისამართება და დროებითი პონტონური გადასასვლელების აგება მოუწია. ისინი ვერ უმკლავდებიან იმ მოძრაობის მოცულობას, რაც საჭიროა ყირიმში და ყირიმიდან მარაგების შეუფერხებლად გადასატანად. 13 ივნისს კიევ-პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ გენიჩესკის ხიდიც დააზიანა, რითაც ყირიმისთვის კიდევ ერთი ლოგისტიკური არტერია გამოირთო. ასევე არმიანსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობდა მოძრაობის გადამისამართებას. ჩერნობილის ხიდის გამოყენება მათ ვეღარ შეეძლოთ. და რომ ტკივილი კიდევ გაეზარდათ, იმავე დღეს უკრაინამ ხერსონში რკინიგზაც დააზიანა, რითაც რუსეთს აჩვენა, რომ მარაგების ყირიმში გადატამისთვის ვერც რკინიგზაზე შეიძლება დაქორწნობა. აქ რასაც ხედავთ, უკრაინის ნამდვილი გენიალურობაა. პირველ რიგში მან გადაჭრა მთავარი არტერია, როცა R280 გზა ოკუპირებულ ყირიმში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად აქცია. ეს გზა კვლავად სამიზნეა და ასე დარჩება, მანამ სანამ რუსეთი მას იყენებს. მთავარი არტერიიდან სისხლი იღვრება განადგურებული ტექნიკისა და დამწვარი საწვავის სახით, ხოლო უკრაინული დანა მიემართება ყველა სხვა ვენასა და არტერიაზე, რომლებიც ყირიმის თავს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ერთ-ერთის შემდეგ საშუალო დონის დარტყმის დრონები ჭრიან ამ ვენებსა და არტერიებს, რის შედეგადაც ყირიმი თავს მოკვეთილი და იზოლირებული რჩება. ციფრები ყვებიან უკრაინის კამპანიის ისტორიას და კიდევ ბევრია, რასაც უკრაინა აკეთებს ყირიმის იზოლაციისთვის. მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან საინტერესო ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ნახოთ ჩვენი სხვა ვიდეოებიც. გაუბრუნდეთ R280-ის ცოტა ხნით. კიევ-პოსტი ავრცელებს, რომ სატელიტური სურათები აჩვენებს უკრაინის კამპანიის შედეგებს ამ გზაზე. ახლა გზატკეცილზე 300-ზე მეტი ახალი რუსული სატვირთოს ნამსხვრევია მიმოფანტული, ყველა დამწვარი ან სრულად განადგურებული უკრაინული დრონების იერიშების შედეგად, მხოლოდ ივნისის პირველ ნახევარში.
მაისშიც კიდევ ბევრ სატვირთოს დაარტყა უკრაინა. გამოცემის ინფორმაციით 7-დან 13 ივნისის ჩათვლით უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები 465 კოდი 9.2 ისა და პირველი დავინჩის დანაყოფებთან ერთად ჩაერთნენ და ჩაატარეს 100-ზე მეტი იერიში და რეიდი მიწის დერეფნის ვიწრო წერტილებზე, რომლებიც ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ახალ გიგანტურ დრონებს უერთდებიან ძველი ფავორიტებიც, მათ შორის ლიუჩი და FP1 რათა ზიანი მიაყენონ. მაშინაც კი საუბარია უმაღლესი საიდუმლო დრონზე, სახელად მორიგანი, რომელიც ანადგურებს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დამხმარე სამიზნეებს ყირიმში და მის გარშემო, რათა გზა გაუხსნას უკრაინის სხვა დრონებს. რაც უკრაინა აქ აკეთებს არის ის, რომ ყირიმში და ყირიმიდან მიმავალი გზები გაუვალად აქცია. და როდესაც სატვირთო მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ამ გზებზე, რუსეთს ამოეწურება ვარიანტები ნახევარკუნძულის მომარაგებისთვის. სხვა ადგილებშიც ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინული საზღვაო დრონები აგრძელებენ საზღვაო კრონები ჰო კამპანიას, რომელმაც უკვე აქცია შავარვა რუსეთისთვის უმნიშვნელოდ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას თითქმის არ აქვს საკუთარი სამხედრო საზღვაო ფლოტი. United 24 მედია იუთხება, რომ უკრაინის საზღვაო დრონების არსენალი ხელს უშლის ხომალდების თავისუფალ გადაადგილებას ყირიმის გარშემო, რაც ნიშნავს კიდევ ერთი მომარაგების ხაზის გადაკეტვას. ეს დრონები უფრო საშიშია, ვიდრე მაშინაც კი, როცა ისინი შავი ზღვის ფლოტს ანადგურებდნენ. ეხლა ისინი სრულფასოვან პლატფორმებად იქცნენ, ამბობს გამოცემა. ზოგი მათგანი გამოიყენება პირდაპირ კამიკაძე შეტევებისთვის, ასეულობით კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული. სხვა დრონები კი წარმოადგენს საზღვაო გაშვების პლატფორმებს უკრაინის საჰაერო დრონებისთვის, რომლებიც საზღვაო დრონებიდან შეუძლიათ აფრენა საჰაერო სამიზნეების დასაფრთხმელად და გემებზე შეტევებისთვის. უკრაინის საზღვაო ყურადღება ასევე გავრცელდა აზოვის ზღვაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყირიმის აღმოსავლეთ სანაპიროს. 5 ივნისს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დაადასტურა დარტყმები 5 გემზე აზოვის ზღვაში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სანაპირო წყლებში. უკრაინის განცხადებით, ყველა ეს გემი მონაწილეობდა უკრაინული მარცვლეულის მოპარვაში, ასევე საწვავისა და სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში. ასე რომ ნათელია, რომ ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა მხოლოდ გზებზე არ არის ორიენტირებული. საკვები, საწვავი და მარაგები, რომლებიც ყირიმში შედის, ასევე ანადგურებენ. თუ პუტინი ცრუ იმედით ცხოვრობს, რომ უკრაინა შეიძლება შენელდეს და რომ ყირიმს ჯერ კიდევ აქვს შანსი სრულად არ იყოს იზოლირებული, მაშინ მას ეს იმედი სწრაფად უნდა გაუშვას. უკრაინა არ აპირებს შენელებას, ის მხოლოდ ახლა იწყებს. მოდით შევხედოთ ყირიმის ნახევარკუნძულს, განაცხადა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტნიუკმა 14 ივნისს უკრაინის ტელეარხ Freedom TV-სთან ინტერვიუში. ის სამი მხრიდან წყლით არის გარშემორტყმული და შესაბამისად ამ ტერიტორიაზე წარსულში გამართული ომების ისტორია უნდა მიანიშნებდეს ოკუპანტებს, რომ ყველა ეს ომი დაახლოებით ერთნაირად დასრულდა და ყოველთვის ცუდად, უკან და ხევით, აფრთხილებს პლეტნიუკი. და სწორედ ეს არის მთავარი აზრი. ყირიმის იზოლაციით, როგორც ხმელეთით, ისე ზღვით, უკრაინა ნახევარკუნძულის შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის. პუტინმა თავად განაცხადა მარტში, რომ რუსეთმა ყირიმში ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ დაახლოებით 15.5 მილიარდი დოლარი დახარჯა და ახლა ეს თანხა უკვე წყალში გადატყილ ფულად გამოიყურება. კიდევ უფრო მეტი თანხის დახარჯვა, რაც სასწრაფოდ საჭიროა, რადგან უკრაინა ყირიმზე ზეწოლას აგრძელებს, პუტინისთვის რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოუწევს თუ უნდა რომ ნახევარკუნძული შეინარჩუნოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დაიხარჯება ყირიმში მაშინ, როცა რუსეთი უკვე ეკონომიკურ რეცესიასა და ომთან გამკლავებას ცდილობს. New Voice of Ukraine-ის ინფორმაციით, ეს ხარჯები იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა მარტო ამან გადააჯარბოს რუსეთის მთელ 2026 წლის ბიუჯეტს 28 მილიარდი დოლარით. პლატონ ჩუკი ამბობს, რომ თვეების განმავლობაში გაწეული მძიმე შრომა უკრაინისთვის შედეგს იძლევა. რაც ახლა ხდება, ერთი დღის შრომის შედეგი არ არის. ეს არის სისტემური ძალის ხმევა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკვე ხედავთ ამ შრომის ნაყოფს, უთხრა მან Freedoms. ახლა ყირიმი აღარ არის რუსეთის დომინირების სიმბოლო, როგორც პუტინი მას დიდი ხნის განმავლობაში წარმოაჩენდა. ეს ნამდვილად აღარ არის ის საკრტენი, რომელზეც რუსეთის ომის ბერკეტი ტრიალებს. ყირიმი გადაიქცა იზოლირებულ ნახევარკუნძულად, რომელიც ომით არის გარშემორტყმული. და სწორედ რუსები არიან, როგორც ყირიმში მცხოვრებნი, ისე ფრონტის ხაზზე მებრძოლები, ვინც ამ ტკივილს გრძნობს. უკრაინის მცდელობის ყველაზე აშკარა შედეგი ყირიმის იზოლაციისთვის არის საწვავის მწვავე დეფიციტი, რომელმაც ნახევარკუნძული მოიცვა. ივნისის დასაწყისისთვის ყირიმში მარიონეტმა ხელისუფლებამ უკვე დააწესა საწვავის შეზღუდვები. დაცემული იყო რაციონების კუპონები და ბენზინგასამართ სადგურებზე ოფიციალური პირები ყვენქნენ განთავსებული, რათა არავის ეცადა თავისი ისედაც მწირი წილის გადაჯარბება. საწვავი თითო ადამიანზე 20-30 ლიტრის ლიმიტით იყიდებოდა და ამასთან ახლდა ის პირობა, რომ ყველა სამოქალაქო მანქანა რუსული სამხედრო მანქანებისა და საზოგადოებრივი სერვისების, როგორიცაა პოლიციისა და სასტრაფო დახმარების მანქანები, შემდეგ რიგში იყო. რაციონირება არ გაამართლა. 12 ივნისისთვის ინდეპენდენტი იუწყებოდა, რომ ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებს საწვავი ეწურებოდათ, რასაც მოჰყვა უზარმაზარი რიგები და საწვავის ყველაზე მძიმე კრიზისი, რაც კი ნახევარკუნძულს გამოუცდია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორია უკანონოდ დაიკავა. პრობლემას კიდევ უფრო ანძიმებს მოახლოებული საკვების დეფიციტი. RBC უკრაინა იუწყება, რომ სუპერმარკეტებში ცარიელი თაროები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
საბაზისო პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული, შაქარი, ფქვილი და მაკარონი, ძალიან მცირე რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, ხოლო უკრაინის ლოგისტიკური დართმებისა და რუსეთის მიერ ყირიმში ძლიერი სამხედრო ყოფნის შენარჩუნების კომბინაცია მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. უკრაინა ყირიმს საწვავსა და საკვებს აკლებს. გარდა იმისა, რომ ყირიმს სტრატეგიულ აქტივად იზოლირებს, უკრაინა უზრუნველყოფს, რომ ნახევარკუნძულზე მსხორებმა რუსმა ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ ამ პრობლემებს პუტინი და მისი შეჭრა იწვევს. სამხედრო თვალსაზრისით ყირიმი ახლა რუსეთისთვის ნაკლებად გამოსადეგია, ვიდრე 2014 წლის უკანონო ანექსიის შემდეგ იყო. ის, რაც რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს აქტივად უნდა ქცეულიყო და პუტინის შეჭრის პირველ თვეებსა და წლებში ასე იყო კიდეც, ახლა სერიოზული სისუსტის წყაროდ იქცა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი წინახაზის ჯარისკაცები, რომლებიც ყირიმიდან მომარაგებასა და მხარდაჭერას ელოდნენ, ახლა იძულებულნი არიან შეტევაზე გადავიდნენ, მანამდე სანამ მათ დასახმარებლად რამე მივა. შედეგი გარდაუვალია, უფრო სუსტი შეტევები და მეტი დაღუპული წინახაზზე. ეს ყველაზე აშკარად ხერსონსა და ზაპორიჟიაში ვხედავთ, United 24 მედიის ინფორმაციით. რადგან ყირიმი დიდი ხანია ამ რეგიონებში შეტევების დასაწყებად პლაცდარმად გამოიყენება. ეხლა უკრაინის თავდაცვაზე ზეწოლა მცირდება და ფრონტის მთელ ხაზზე გარღვევები ჩნდება. უკრაინა უკვე ახორციელებს მიზანმიმართულ კონტრშეტევით სტრატეგიას. 2026 წელს Reuters-ის ინფორმაციით, 8 ივნისისთვის მან რუსეთიდან 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა. შესაძლოა კიდევ მეტი კონტრშეტევა მოხდეს, რადგან ყირიმი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, რაც თავისუფლ უკრაინის ძალებს ნახევარკუნძულთან აახლოებს და კიდევ უფრო მეტ თავდასხმას შესაძლებელს ხდის ყირიმის ლოგისტიკაზე. ერთი მეორეს აძლიერებს და რუსეთს რესურსები ელება. სატვორცნი პლატფორმების თემაზე საუბრისას, უკრაინა ასევე ბევრად უფრო სახიფათოს ხდის რუსეთისთვის ყირიმის გამოყენებას, როგორც გაშვების წერტილს იმ რაკეტებისა და დრონებისთვის, რომლებსაც ის უკრაინისკენ უშვებს. ყირიმი ამ მხრივ ჯერ კიდევ უსარგებლო არ არის. რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე 14-დან 15 ივნისის ღამეს ეს დაამტკიცა, რადგან რუსეთმა შეძლო 6-3-2 ზირკონის ანტიგემის რაკეტის გაშვება ნახევარკუნძულიდან, ასევე იმ 611 დარტყმითი დრონიდან ნაწილის, რომლებიც თავდასხმის დროს უკრაინისკენ გაუშვეს. მაგრამ როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები განადგურებულია და რესურსები იხარჯება უკრაინის ლოგისტიკური დარტყმების აღსაკვეთ, ერთად რუსეთისთვის ყირიმის ტერიტორიიდან გაშვება უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ეხლა ყოველი რაკეტისა და დრონის ბაზა სამიზნეა. და რადგან მისი ლოგისტიკა შეწყვეტილია, რუსეთს უფრო უჭირს ამ ბაზების მომარაგება და უკრაინის დარტყმების შემდეგ მათი შეკეთება. ნელ-ნელა პუტინის კონტროლი ყირიმზე სუსტდება. პლეტნიუკი განმარტავს, ერთ მომენტში მარცხების კრიტიკული მასა გროვდება, რაც საბოლოოდ თვითონ სისტემის დაშლამდე მიდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყირიმი აქტივიდან მძიმე ვალდებულებად იქცევა. პენინსულაში ჩადებული ფული წყალში იღრება. მიწოდებები, რომლებიც ყირიმში შედის ან იქიდან გამოდის, სამიზნეებად იქცევა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იკარგება, რადგან ტკივილი მიადგება რუსეთის მიერ დაკავებულ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიას. ამ დროს კი სოციალური ზეწოლა პუტინსა და მის გარემოცვაზე იზრდება. ყირიმის მარიონეტულ რეჟიმი რეტული რეჟიმი უნდა ამაყობდეს რუსეთის ბოლო გამჯვარჯვებებით. ამის ნაცვლად მას უწევს აღიარება, რომ უკრაინა თითქმის ყოველდღე ახორციელებს წარმატებულ დარტყმებს და შეუძლებელია უგულებელყო ხანძრები ან საგანგებო სამსახურების მუდმივი გადაადგილება იმ ადგილებზე, სადაც უკრაინა ურტყამს ყირიმსა და მიმდებარე ტერიტორიებს. რაც შეეხება უკრაინას, ის გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის დასაბრუნებლად სახმელეთო შეჭრა ნაკლებად სავარაუდოა, ნახევარკუნძულის იზოლირება მას რუსეთისთვის უსარგებლოს ხდის. ეს შეიძლება აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და უკრაინას მისცეს მნიშვნელოვანი ბერკეტი მშვიდობის მოლაპარაკებებში. თუ პუტინი უარს იტყვის, მაშინ ის დაკარგავს ყირიმს. განთავისუფლება არ მოხდება უკრაინელი ჯარისკაცების მასშით, არამედ მაშინ, როცა რუსეთი დატოვებს ნახევარკუნძულს, რომელიც სწრაფად იქცევა სასიკვდილო ადგილად საცხოვრებლად. ეს ყველაფერი უკრაინის სტრატეგიის დამსახურებაა. და თუ გსურთ გაიგოთ, რას აკეთებდა უკრაინა რუსეთისა და ყირიმის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ თქვენთვის იდეალური ვიდეო გვაქვს. წლების განმავლობაში რუსეთის მთავარი უპირატესობა უკრაინასთან მიმართებაში იყო მისი შესაძლებლობა განეხორციელებინა მასიური საჰაერო დარტყმები. ასობით დრონი გადატვირთავს საჰაერო თავდაცვას, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას ტკივილი მიატენოს უკრაინას. მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება და უკრაინის პრეზიდენტმა ახლახან გააკეთა გაფრთხილება, რომელიც პუტინსა და მის გარემოცვას შიშის ზარს დასცემს. რაც რუსეთს ელის მასშტაბურია. უკრაინა რუსეთს დღეში 600-ჯერ აზღვევინებს ფასს, რადგან ის მიიწევს იმდენი შორი მანძილის დრონის წარმოებისკენ, რომ რუსეთს არ ექნება იმედი, რომ ყველა მათგანს შეაჩერებს. ბალტიის ქვეყნების და ჩრდილოეთ ევროპის ლიდერებთან სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ტრიბუნასთან გამოსვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი შემაძრწუნებელი გაფრთხილება გააჟღერა. უკრაინას აქვს გეგმა და ამ გეგმის მიზანი მარტივია. მოიპოვოს დღეში 600 შორი მანძილის დრონისა და რაკეტის წარმოების შესაძლებლობა. ზელენსკიმ ნათლად განმარტა, რატომ არის ეს რიცხვი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რუსეთი ხვდება, რომ თუ იქნება 600 დრონი და რაკეტა, მაშინ ისინი ამ ომს იგრძნობენ ისე, როგორც ჩვენ გვგრძნობთ. დაიღრიალა უკრაინის პრეზიდენტმა.
აქ მთავარი იდეაა პარიტეტის მიღწევა. რუსეთისთვის იმ ერთადერთი უპირატესობის წართმევა, რაც ჯერ კიდევ აქვს უკრაინასთან შედარებით. რასაც ზელენსკი პირდაპირ მათემატიკური ტერმინებით გამოხატავს. რუსეთი გვიტევს ძირითადად 650 დრონით და დრეში 35-დან 100-მდე რაკეტით. ჩვენ პასუხობთ. რა თქმა უნდა, დღეს კონკურენტული რაოდენობა არ გვაქვს, მაგრამ ვიყენებთ 300-დან 350-მდე. როცა დაფინანსებას გავზრდით, გვექნება კონკურენტული რაოდენობა, რომ მათ უპასუხოთ. დაამატა ზელენსკი. რუსეთის დარტყმები მიზნად ისახავს ყველაფერს. სამოქალაქო იქნება თუ სამხედრო, მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის დარტყმები ბევრად უფრო ზუსტია და შესაბამისად ბევრად უფრო ეფექტურია რუსეთის საომარი მანქანის დაზიანებაში. თუ უკრაინა შეძლებს ამ ზუსტ დარტყმებს უფრო დიდი მასშტაბი მისცეს, მაშინ რუსეთი პრობლემაში არ მოჩნდება, ბლემაში აღმოჩნდება. დრონების მასიური შეტევები, როგორც აქამდე არ ყოფილა, მოდის და ზელენსკის თავისი არგუმენტი აქვს. უკრაინამ უნდა უპასუხოს რუსეთს იქ, სადაც რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. თხოილია. ეხლა შეიძლება იკამათოთ, რომ ზელენსკის მათემატიკა აქ ცოტა არასწორია. 1 ივნისის ანგარიში ფრანს 24-მა გამოავლინა, რომ რუსეთმა გასულ მაისში უკრაინისკენ 8150 დრონი გაუშვა, რაც საშუალოდ თითქმის 263 დრონს დღეში ნიშნავს. თუ თვეში 211 რაკეტასაც დაამატებთ, თითქმის 270 ჭურვი გამოდის ყოველდღიურად. ეს არ არის ზუსტად ის 650 დრონი და 100-მდე რაკეტა, რასაც ზელენსკი ამტკიცებს, მაგრამ ზუსტი რიცხვები მთავარი არ არის. რუსეთმა განახორციელა ცალკეული შეტევები, რომლებშიც 600-ზე მეტი დრონი და ათეულობით რაკეტაა გამოყენებული. აი სწორედ ამას ცდილობს უკრაინა გაუტოლდეს. და თუ ის მიაღწევს იმ დონეს, რომ ყოველდღიურად 600 დრონის გაშვებას შეძლებს შეუსვენებლად, ვითარება შეიცვლება და რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია თავდაყირად ადგება. ვლადიმირ პუტინი ცდილობს ომი თავის ხალხს დაუმალოს. ის ჯერ კიდევ 4 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი ამ ბრძოლას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. უკრაინის დაჩქარებული დრონების წარმოების გეგმა მხოლოდ რუსეთის დრონების რაოდენობის გათანაბრებას ან გადაჭარბებას არ გულისხმობს. ეს ეხება ტკივილს, რომელსაც რუს ხალხს აკენებებენ იმით, რომ მათ უწევთ ხურება, როგორ იწვის და რიწვის ნავთობი და როგორ ფეთქდება სამხედრო სამრეწველო ობიექტები. აქ საქმე მართლაც სერიოზულ ფაზაში შედის. ზელენსკი უკრაინისთვის არ ასახელებს ჰაერიდან აღებულ მიუღწეველ ციფრებს. მისი გეგმა დღეში 600 დრონის გაშვებაზე არის ბევრად უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რადგან უკრაინა სწრაფად მიიწევს ტექნოლოგიური რევოლუციისკენ, რომელიც მთლიანად გარდაქმნის ქვეყნის სამხედრო ძალას. ამ რევოლუციის კონკრეტულ დეტალებში მალე უფრო ღრმად ჩაუხმავდებით, მაგრამ ახლა რამდენიმე მთავარი მომენტს გაგაცნობთ. რაკეტების შექმნა, რომლებიც 2000 კილომეტრის სიღრმეზე შეუძლია დარტყმა, ახალი სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო განვითარების კონცეფციის ფარგლებში. საკუთარი წარმოების საჰაერო პლატფორმის შემდგომი განვითარება, რომელსაც 250 კილოგრამის საბრძოლო ძალა გადააქვს და უკრაინას საშუალებას აძლევს რუსეთს გაუტოლდეს გლაიდ ბომბების ბრძოლაში თითოეულ გასროლაში. მეტი ჩამჭერი დრონის შექმნა ვიდრე რუსეთს აქვს. პუტინის გრძელვადიანი სტრატეგიის განეიტრალება ინდონემდე რომ ხედავთ უკრაინა ზიანს ატენებს, ხოლო რუსეთი არაფერს აკეთებს. ეს არის რევოლუცია და ის ყავისფერ ლაქებს ტოვებს თითოეული რუსი ჯარისკაცისა და მეთაურის შარვალში. მათ შორის იმ რუსი პრეზიდენტისაც, რომელიც უფრო მეტ დროს ატარებს ბუნკერებში დამალვაში, ვიდრე თავისი ხალხის ან არმიის ხელმძღვანელობაში. რასაც აქ ხედავთ არის გარდაქმნა, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც რუსეთი ელოდა. უკრაინა უკვე გახდა დრონების სუპერძალა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიური ვანდერკინდი მიხაილო ფედოროვი გახდა თავდაცვის მინისტრი, უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები, ინტეგრირდება ქვეყნის სამხედრო ძალების ყველა ასპექტში. ფედოროვის საინტერესო შემთხვევაა. სანამ პუტინი დაითრებდა თავის შეჭრას, უკრაინის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკაში შევიდა სულ რაღაც 28 წლის ასაკში და სწრაფადვე გახდა პირველი ვიცე-პრემიერი და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი. კიდევ ომამდე ფედოროვი ტექნოლოგიების პოპულარიზატორი იყო, რომელიც მოუწოდებდა უკრაინას დაეციფრულებინა თავისი მთავრობა და გადაედგა ნაბიჯი 21 საუკუნეში. შემდეგ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ. დაიწყო სასტიკი ომი და ფედოროვმა თავისი ტექნოლოგიური ხედვა მიმართა ახალი სამხედრო სტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ბევრად პატარა ქვეყანას შეძლებოდა თავის დაცვა იმ ცოცხალი ძალისა და რაკეტების ნაკადისგან, რომელსაც რუსეთი უგზავნიდა. როდესაც 2026 წლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი გახდა, ფედოროვმა თავისი ხედვა წარმოადგინა. საჭიროა ყოვლის მომცველი ცვლილება. ჩვენი მიზანია სისტემის გარდაქმნა, სამხედრო რეფორმის განხორციელება, ფრონტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტყუილისა და კორუფცია აღმოფხვრა და ახალი ლიდერობისა და ნდობის კულტურის ჩამოყალიბება, რათა ისინი, ვინც რეალურ შედეგებს აღწევენ, დააჯილდოვდნენ და მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, განაცხადა ფედოროვმა. მისი გზავნილი ნათელი იყო. უკრაინამ კარგად შეძლო თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ 2026 წელს დადგა დრო ცვლილებისთვის, რომელიც უკრაინას ინიციატივის აღების და რუსეთის სამუდამოდ თავისი ტერიტორიიდან გაძევების საშუალებას მისცემდა. რეში 600 შორი მანძილის დრონისა და რაკეტის წარმოებისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ფედოროვის რევოლუციის ნაწილია. სამუშაოს დაწყებიდან 9 წელზე ნაკლებ დროში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა ახალი ხელოვნური ინტელექტის თავდაცვის ცენტრის, სახელად ART-ის გახსნას, რომელსაც უკრაინა დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით დანერგავს. ფედოროვმა უხელმძღვანელა პროგრამებს, რომლებმაც გამოიწვია სახმელეთო დრონების მიერ ქვეითების ჩანაცვლება მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ოპერაციებში. ფედოროვი მოითხოვს რუსული შაჰიდის ტიპის დრონების 95%-იანი ჩაჭრის მაჩვენებელს და სურს, რომ დრონებმა ყოველ თვე 50,000 რუსი ჯარისკაცის განადგურებაში მთავარი როლი ითამაშონ. ამბიციურია? შესაძლოა.
ეს არის ის, რაც უკრაინას ახლა სჭირდება. თავდაცვის მინისტრი, რომელიც მზად არის შეარყიოს არსებული მდგომარეობა და თქვას, რომ უკრაინისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ კარგად დაიცვას თავი და გახადოს გამოფიტვის ომი პუტინის წინააღმდეგ მომგებიანი. უკრაინამ უნდა ააშენოს, განავითაროს, შექმნას თანამედროვე სამხედრო ძალა, რომელიც შეძლებს ბრძოლა პუტინთან და მიაყენებს იმდენ ზიანს, რომ რუსი ხალხი ვეღარ შეძლებს ბედნიერ უმეცრებაში ცხოვრებას. მაშინ როცა მათი პრეზიდენტი ცდილობს დახმორჩილოს სუვერენული ქვეყანა. ზელენსკის გაფრთხილება დღეში 600 დრონის შესახებ უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს არის ნათელი მიზანი და ის იქნა შემოღებული იმისთვის, რომ ყველა რუსმა იგრძნოს ის საშინელი შფოთვა მუცელში, რაც მიუთითებს იმური მურჩხულის შიშზე, რომელიც უკვე გამოშვებულია. ომის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების იდეა უკრაინისთვის სულაც არ არის ახალი კონცეფცია. უკვე 2025 წელს ზელენსკიმ გაამჟღავნა მიზანი იმ დროისთვის მზარდი ღრმა დარტყმების კამპანიის უკან, როდესაც მან თქვა: ომი რუსეთიდან წამოვიდა და სწორედ რუსეთში უნდა დაბრუნდეს ეს ომი. სწორედ ისინი უნდა აიძულონ მშვიდობაზე წასვლა. სწორედ მათზე უნდა მოახდინონ ზეწოლა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მას შემდეგ უკრაინამ სწრაფად გაზარდა თავისი დრონების შესაძლებლობები, იმ დონემდე, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ იძულებული გახდა ეთქვა, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი რისხვისგან. ომი, რომელიც მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზებზე უნდა ყოფილიყო მიბმული, ბევრად გასცდა პუტინის კონტროლს. ყოველი დრონით დარტყმა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე ან სამხედრო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მოსახლეობას ახსენებს, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, ჯერ კიდევ მძვინვარებს და უკრაინის შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება. ეხლა დღეში 600 დრონით იმუქრებია. თუ უკრაინა ზელენსკის გაფრთხილებას შეასრულებს, უკრაინის ომი უკვე აღარ გაჩერდება მხოლოდ რუსეთის ზღურბთან. ის კარს იანგრევს, სახლს დაანგრევს და აფეთქდება ბევრად უფრო შორს, ვიდრე ის სასაზღვრო რეგიონები, რომლებზეც უკრაინას სულ რამდენიმე თვის წინ მოუწია კონცენტრირება. холод რაოდენობა შეიძლება არ იყოს საკმარისი, რომ კოლექტიურ რუსულ საცვლებში შიშის კვალი დატოვოს, მაგრამ უკრაინას რუსეთისთვის მხოლოდ ციფრები არ აქვს მომზადებული. ამაზე ადრე უკვე მივანიშნეთ. უკრაინას კიდევ ბევრი რამ აქვს დაგეგმილი, რაც შიშის კვალს ნამდვილ კატასტროფად გადააქცევს. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ სამხედრო შოუში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერა, რას ელოდები? დააჭირე რილაქს, რომ არ გამოგჩეს ჩვენი ანალიზი უკრაინის ომში ბოლო მოვლენებზე. და ეს მხოლოდ რაოდენობა არ არის, რაც უკრაინას რუსეთისთვის აქვს მომზადებული. ეს არის სიშორე, რომელიც ახალ რაკეტებთან ერთად გაანადგურებს ნებისმიერ სამიზნეს, რომელსაც დაარტყამს. 9 ივნის იმავე დღეს, როდესაც ზელენსკიმ გააკეთა თავისი 600 დრონის გაფრთხილება, უკრაინამ წარადგინა ახალი გრძელვადიანი განვითარების კონცეფცია, ქვეყნის სარაკეტო ძალებისა და არტილერიის დეპარტამენტისთვის. ეს არის უკრაინული დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში წარმოებული რაკეტებისა და არტილერიის შექმნასა და გამოყენებაზე და ის განახლდება ქვეყნის დანარჩენ სამხედრო ძალებთან ერთად. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის თქმით, ამ დეპარტამენტის მიზანია სრულად ამოიღოს საბჭოთა ეპოქის სისტემები, რომლებიც უკრაინას აქვს ღრმა დარტყმებისთვის, რომლებიც დრონებს არ ეხება. ეს ძველი სისტემები, რომლებიც დარჩენილია იმ დროიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შემოვიდა, სრულად იქნება ამოღებული და ჩანაცვლდება დარტყმის შესაძლებლობებით, რომლებიც უკრაინას საკრაინას საშუალებას მისცემს რუსული ობიექტები 2000 კილომეტრამდე მანძილზე დააზიანოს. უკრაინას ეს უკვე შეუძლია დრონებით, მაგრამ ეს სხვა რამეა. ღრმა დარტყმის დოქტრინის ესკალაცია, რომელიც მოიცავს ძლიერ რაკეტებს, რომლებსაც ბევრად მეტი შეუძლიათ ვიდრე დრონების დაზიანება. ეს ახალი გეგმა ისეთივე მნიშვნელოვნადაა მიმართული უკრაინის შიდა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, როგორც რუსულ სამიზნეებზე მეტი ძალის მიწოდებაზე. United 24 მედია იუწყება, რომ სირსკი სურს შეამციროს უკრაინის დამოკიდებულება დასავლეთში წარმოებულ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე. ეს ჭკვიანურია. 2025 წლის განმავლობაში უკრაინას რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია. გამკლავებოდა ფაქტობრივად ჩრდილოვან აკრძალვას ამერიკაში წარმოებული ატაკემსის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან ერთად უკრაინას მოუწია რთული ურთიერთობის მართვა აშშ-თან, რაც ერთ მომენტში იმით დასრულდა, რომ აშშ-მ შეაჩერა დახმარების მიწოდება და დაზვერვის გაზიარება უკრაინისთვის. ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ მარაგების პრობლემებს, რომლებიც გარანტირებულად წარმოიშვება ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ირანში, უკრაინის გეგმა აზრს იძენს. ის ვერ დაეხტნობა დასავლეთს ყველაფრის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმდენი ქაოსი ხდება, რაც უკრაინის კონტროლს მიღმაა. ამიტომ უკრაინა რაც სჭირდება, საკუთარ ქვეყანაში თავად აწარმოებს. წინა ხაზზე, უკრაინის ახალი სარაკეტო გეგმის მიხედვით, საბჭოთა სისტემები, რომლებიც ვეღარ შეკეთდება, ეტაპობრივად გამოიცვლება და მათ უკრაინული ალტერნატივები ჩაანაცვლებს. დასავლური წარმოების სისტემები კვლავ გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის საარტილერიო შესაძლებლობები მაქსიმალურად ძლიერი იყოს, მაგრამ მათზე უკვე აღარ დაეყრდნობიან. ამის ნაცვლად ისინი უკრაინული წარმოების სისტემებთან ერთად დამატებად ჩაითვლება. უფრო დიდი სიახლე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთში მყოფი რუსების შარვლებში, ყავისფერი ლაქების გაჩენას ეხება. ის არის, რომ უკრაინა გეგმავს როგორც ფთოსანი, ასევე ბალისტიკური რაკეტების სერიულ წარმოებას, რომლებსაც 2000 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეებზე დარტყმა შეეძლებათ. დაამატეთ ახალ რაკეტებს, უფრო დიდი მოქმედების რადიუსი და ყოველდღე 600 დრონის ტალღები. და რას მიიღებთ? რუსეთის მთავარი სტრატეგია, რომელიც ახლა პუტინს უკან უბრუნდება. ერთადერთი შენიშვნა სირსკის გეგმებთან დაკავშირებით ის არის, რომ უკრაინის მიერ სარაკეტო და საარტილერიო ძაძერეში სასურველი შედეგების მიღწევა ეთრეშიში F-3-ში შეუძლებელი.
უკრაინას უკვე აქვს გზის რუკა, რომელიც აღწერს თუ რა გზას გაივლის ქვეყანა 2030 წლამდე საარტილერიო და სარაკეტო შესაძლებლობების გასაახლებლად. მიუხედავად ამისა, უკრაინა იდეალურად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ შეიმუშაოს ზუსტად ისეთი ტიპის რაკეტები და артиლერია, რომლებიც საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ. საბრძოლო გამოცდილების მხრივ უკრაინამ ალბათ ნებისმიერ თანამედროვე არმიაზე უფრო მრავალფეროვანი რაკეტებისა და артиლერიის სისტემები გამოიყენა, როგორც დასავლური, ისე საბჭოთა წარმოების. უკრაინამ საკუთარი გამოცდილებით იცის თითოეული ერთეულის ძლიერი მხარეები, რომლებიც გამოიყენა. ასევე იცის მათი სისუსტეებიც. ასე რომ პრაქტიკულად შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იარავი, რომელიც უკრაინის სარაკეტო და артиლერიის ძალების გარდაქმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, მთელი ეს საუბარი იმის შესახებ, რომ უკრაინამ მიაღწიოს პარიტეტს რუსეთთან ომის შორ მანძილზე ბრძოლის ასპექტში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის რაკეტები და დრონები კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინისთვის. ფიოდოროვმა ეს თავადაც აღნიშნა. სწორედ ამიტომ სურს მას, რომ უკრაინამ მიაღწიოს იმ დონეს, როცა რუსეთის მიერ უკრაინისკენ გასროლილი ჭურვების 95%-ს შეძლებს ჩამოგდებას. უკრაინა უკვე საკმაოდ ახლოსაა ამ მაჩვენებლების მიღწევასთან, რადგან მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა მაისში შეძლო რუსეთის მიერ რაშვებული დრონების 91.77%-ის და პუტინის რაკეტების 53%-ის ჩამოგდება, რაც საერთო ჯამში 90.75%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელს იძლევა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და აშშ-ში თავდაცვითი ტექნოლოგიების Anduril კომპანიის, Anduril Industries-ის დამფუძნებლის Palmer Luckey-ის თქმით, უკრაინამ დრონების ჩამომგდები მოწყობილობების წარმოება იმდენად გაზარდა, რომ ყოველთვე 10,000-ობით ერთეულს აწარმოებს. და ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებულ მოწყობილობებს ეხება. ასე რომ საქმე მხოლოდ დარტმით და დარტმით დრონებს არ ეხება, სადაც ხედავ, რომ უკრაინა მასშტაბებზე აკეთებს აქცენტს. ჩამომგდები დრონების მიმართულებით, უკრაინა იმდენ ჩამომგდებ დრონს აწარმოებს, რომ შეუძლია თითოეულ შაჰედის ტიპის დრონზე, რომელსაც რუსეთი უშვებს, რამდენიმე ჩამომგდები გააგზავნოს. სხვათა შორის, ესეთი მასშტაბური წარმოება უკრაინას დაეხმარება კიდევ უფრო გააღრმავს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. მაგალითად, სპარსეთის ყურის სამ ქვეყანასთან, რომლებმაც უკრაინასთან 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები გააფორმეს, ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ. ეს შეთანხმებები არსებობს უკრაინის დრონების ექსპერტიზის გამო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეფექტურ ჩამომგდებ სისტემებს ეხება. როდესაც უკრაინა ამ მიმართულებით დრონების წარმოებას ზრდის, ის ასევე აძლიერებს თავდაცვის კავშირებს ქვეყნებთან, რომლებიც 1000-ობით კილომეტრით არიან დაშორებულნი. ეს უკრაინისთვის დიდი მიღწევაა. ეს ასევე კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის ლიდერისთვის, რომელიც ცდილობს ქვეყანა დაიმორჩილოს. ასე რომ, უკრაინას შეუძლია აშკარად მიაღწიოს იმ მაჩვენებლებს, რაც სჭირდება დრონების ომში გადაჭერის მიმართულებით. მაგრამ დაუბრუნდეთ ზელენსკის განცხადებებს. 600 შორ მანძილზე მოქმედი დრონი დრეში საკმაოდ ამბიციური მიზანია. ზელენსკისვე აღიარებით, უკრაინა ამ მიზნის მიღწევამდე დაახლოებით ნახევარგზაზეა, რადგან მას შეუძლია რუსული ავიაიერიშების საპასუხოდ ერთ დრეში დაახლოებით 300-დან 350-მდე დრონის გამოყენება. უკრაინის პრეზიდენტის გაფრთხილების რეალობად ქცევისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს გვაყენებს აშკარა კითხვასთან. შეძლებს თუ არა უკრაინა ამას? ძირითადი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. 600 დრონი გამრავლებული წლის 365 დღეზე გვაძლევს 219,000 შორ მანძილზე მოქმედ დრონს, რომელიც ყოველწლიურად უნდა დამზადდეს ზელენსკის მუქარის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, შეიძლება იდაოთ, რომ რუსეთი უკრაინაში 600-ზე მეტ დრონს მხოლოდ პერიოდულად უშვებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას ყოველდღიურად 600 ღრმა დარტყმის დრონის წარმოება აუცილებელი არ არის. მაგრამ მოდით ზელენსკის გაფრთხილება რაც შეიძლება პირდაპირ მივიღოთ და ვივარაუდოთ, რომ უკრაინას ყოველდღე 600 დრონის წარმოება სურს. შესაძლებელია ეს. საწყისად კარგი ნიშნები ჩანს Firepoint-იდან, რომელიც შესაძლოა ყველაზე ცნობილი ღრმა დარტყმის დრონის შემქმნელია, თავისი FP სერიით, რომელშიც შედის სასიკვდილო Flamingo დრონისა და რაკეტის ჰიბრიდი. ჯერ კიდევ მარტში კომპანიის დამფუძნებელმა დენის სტილემანმა განაცხადა, რომ მხოლოდ Firepoint-ი დღეში დაახლოებით 200 გრძელდისტანციურ დრონს აწარმოებს. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას ძალიან მარტივად შეუძლია ამ რაოდენობის გაორმაგება, ან თუნდაც გასამმაგება, რაც გამოიწვევს დღეში 600 ერთეულის წარმოების გრაფიკს. ეს ზუსტად ემთხვევა ზელენსკის გაფრთხილებას. ასე რომ, საქმე გაკეთებულია, არა? უკრაინის პრეზიდენტს უბრალოდ უნდა გასცეს ბრძანება და დღეში 600 ერთეული მზად იქნება. სამწუხაროდ საქმე ასე მარტივად არ არის. წარმოების შესაძლებლობასა და რეალურ წარმოებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. არსებობს მთავარი კატალიზატორი, რომელიც ამ ორ რამეს შორის სხვაობას ან გაზრდის, ან შეამცირებს. ეს არის ფული. უკრაინას სჭირდება ფული, თუ სურს, რომ ზელენსკის სურვილის მიხედვით მასშტაბურად ააშენოს შორ მანძილზე მოქმედი დრონები. და როგორც უკრაინის დრონების ინდუსტრიის სხვა სფეროებში ვნახეთ, არ არსებობს გარანტია, რომ უკრაინა მიიღებს იმ თანხას, რაც სჭირდება დრონების წარმოების მაქსიმიზაციისთვის. ისთვის. მაგალითად, ავიღოთ FPV დრონები. 2025 წლის ივნისის ანგარიში მილიტარნიმ განაცხადა, რომ უკრაინის დრონების ინდუსტრია ყოველწლიურად 10 მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების შესაძლებლობას ფლობს. Just Security-ც მსგავს რიცხვს ასახელებს და ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია წელიწადში 8-ში 8 მილიონი FPV დრონის წარმოება. თუმცა იგივე წყარო აღნიშნავს, რომ 2025 წელს უკრაინამ 3 მილიონი FPV დრონი აწარმოა. აქ წარმოების შესაძლებლობებსა და რეალურ წარმოებას შორის განსხვავებაა და ეს ყველაფერი ინვესტიციებზეა დამოკიდებული. უკრაინა ცდილობს ამ კონკრეტული ბარიერი მოიშოროს.
4 ივნისს კიევ პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტისლავ ბარნიკმა ნატოს წევრებს მოუწოდა დაიწყონ უკრაინული დრონების ინდუსტრიის დაფინანსება, რომელიც მისი თქმით წელიწადში 20 მილიონამდე დრონის წარმოებას შეძლებს. მისი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის დაფინანსება ახლა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ უკრაინა შეძლებს თავი დაიცოს რუსეთთან ბრძოლაში, არამედ იმასაც, რომ უკრაინა შეძლებს კიდევ მილიონობით დრონის წარმოებას, რომელსაც ნატოს წევრები განსაკუთრებით ევროპაში გამოიყენებენ საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინა 2026 წელს თავისი დრონის ინდუსტრიისთვის 60 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ეძებს, რათა უზრუნველყოს ზრდის გაგრძელება, რაც მას 20 მილიონამდე დრონის წარმოების მიზანთან დაახლოებს. თუ უკრაინა ამ თანხას მიიღებს, მაშინ 600 შორი მანძილის დრონი არა მხოლოდ შესაძლებელი გახდება, არამედ ეს უკვე დაბალზღვრადაც კი გამოჩნდება, რომელსაც მარტივად გადააბიჯებენ. დიდი კითხვაა, მიაწვდის თუ არა ნატო უკრაინას იმას, რაც მას სჭირდება. რუსეთი სუნთქვა შეკრული დააკვირდება ამას, რადგან იცის, რომ პერსპექტივა, რომ უკრაინა ზელენსკის გაფრთხილების მიხედვით ასე მასშტაბურად გაიზარდოს, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. უკრაინამ უკვე გააორმაგა და ნახევარზე მეტით გააზარდა თავისი სიღრმისეული დარტყმის რადიუსი. 2022-დან 2026 წლამდე 630 კილომეტრიდან 1750 კილომეტრსა და მეტზეც კი მიაღწია. ხოლო 2026 წელს უკრაინამ უკვე დაარტყა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს. ასევე იმდენად ინტენსიურად შეუტია რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას, რომ 2026 წლის პირველ თვეებში ფედერალური ნავთობისა და გაზის შემოსავალი ძლიურად 29.8%-ით შემცირდა. უკრაინას უკვე აქვს სწორი სტრატეგია. ათასობით ღრმა დარტყმით, სიკვდილი ნელ-ნელა ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას და ზრდის ომის ფასს, რომელიც პუტინმა დაითო. თუ 600 დრონი დღეში რეალობად იქცევა, მაშინ 1000-ობით დრონით სიკვდილი, 10,000-ობით დრონით სიკვდილად იქცევა. რუსეთი უბრალოდ ვერ გადარჩება, როცა მისი ნავთობი იწვის. სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ნადვურდება და უკრაინა 1000-ობით კილომეტრის დაშორებით ლოგისტიკურ კვანძებს ანადგურებს. ეს არის უკრაინის მიზანი. ეს გეგმა რუსეთს კოლექტიურად შიშისგან აკანკალებს, მაგრამ საჭიროა ფული, რომ შესაძლებელი გახდეს 600 დრონის წარმოება დღეში და ყველაფერი დანარჩენი, რასაც უკრაინა აკეთებს. დადგა დრო, რომ უკრაინის მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გადადგან ნაბიჯი წინ. გადადგამენ თუ არა ამ ნაბიჯს, ამას დიდი გავლენა ექნება ომის მომავალი მიმართულების განსაზღვრაზე. მაგრამ უკვე ამ ეტაპზეც კი რუსეთს ბევრი პრობლემა აქვს, როცა საქმე უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებთან გამკლავებას ეხება. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის დრონების შეჩერება. წარმოდგინეთ გეგმა უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს არის მოთხოვნა, რომელიც რუსეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ ვლადიმერ პუტინს წაუყენა და რუსეთის პრეზიდენტი შეძრწუნებულია. მის პარლამენტს ასეთი რამეების თმა არ ეკუთვნის. უნდა იცოდნენ ამ ხალხმა, რომ მათ უნდა დაიხარონ და მორჩილება გამოიჩინონ. აკრძალულია თუ არა ეს უკვე ითქვა. ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. რუსეთი დაშლის ზღვარზეა და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. პუტინი გაცეცხლებულია. მაგრამ ის ასევე აღიარებს, რომ მას რეალობის მწარე დოზა მისცა იმ ერთმა ადგილმა, რომელმაც თითქოს მის ნარატივს უნდა ამყარებდეს. განცხადებებით, რომლებმაც რუსეთის პარლამენტის შეძრა და კრემლის გულში შოკის ტალღები გაგზავნა, ვიაჩესლავ მარკაევმა მკაცრად გააკრიტიკა ის ნარატივი, რომელსაც პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ ავითარებს. სახელმწიფო დუმის დეპუტატი და რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი, რომელიც ერთ-ერთია იმ ცილეთაგან, ვინც თანამედროვე რუსეთში პუტინს წინააღმდეგობას უწევს. მარკაევმა გძელი სიტყვით გამოსვლა მოაწყო, სადაც პუტინი არაეფექტურ ლიდერობაში დაადანაშაულა. შემდეგ ჩამოთვალა მიზეზების სია, თუ რადო ამტკიცებს, რომ მისი განცხადება 100%-ით სწორია. კორუფციის ტალღები, რომლებიც მთელ რუსეთში ვრცელდება, ოლიგარქია, რომელსაც პუტინის პოლიტიკა ამაგრებს. და ყველაზე მძიმეა მარკაევის თქმით, ყველაზე აქტიური და რეპროდუქციულად უნარიანი მოსახლეობის ნაწილის განადგურება. ეხლა ეს ყველაფერი პუტინის მხრებზეა. მესიჯი ნათელია. პუტინმა უკრაინაში სისხლის ზღვის გამო მთელი რუსი თაობა შესწირა და დროა პასუხი აგოს ამისთვის. ილუზიების დრო დასრულდა. ქვეყანა სოციალური რეაფეთქების ზღვარზეა და ამისთვის სრული პასუხისმგებლობა მყარად დაეკისრება დამკვიდრებულ მმართველ ძალას. განაცხადა მარკაევმა, როცა პუტინი მთელი რუსეთის პარლამენტის წინაშე გააკრიტიკა. მან დაამატა, თუ სიტუაცია გაგრძელდება, სოციალური არეულობა და ქაოსი უფრო მოსალოდნელი გახდება. დასავლეთი გარდაულად გამოიყენებს ამას, რათა გაანადგუროს რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნაშთები, განაცხადა მარკაევმა თავის ბოლო მიმართვაში რუსეთის ლიდერისადმი. ამ კომენტარების გამორჩეული თვისება მათი თავხედობაა. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკის შემუშავებელი, რომელიც ბუნდოვან განცხადებებს აკეთებს იმაზე, რომ იქნებ. უბრალოდ იქნებ, პუტინმა არასწორი ადამიანები შემოიკრიბა და უნდა დაფიქრდეს კურსის შეცვლაზე. ეს არის გაფრთხილება, რომელიც რუსეთის პარლამენტიდან პირდაპირ ძალაუფლების ცენტრში გაისმა და ამბობს, რომ პუტინი არის მარცხიანი ლიდერი, რომელსაც მალე თავის ადგილს მიუჩენენ. მაგრამ აი აქედან პუტინისთვის საქმე მართლაც სერიოზული ხდება. ეს უბრალოდ პარლამენტის რომელიმე თვითნებური წევრის თავდასხმა არ არის.
მარკაევი წარმოადგენს რუსეთის შიგნით მზარდი რისხვის წყაროს, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ პუტინის პროკრემლის ბანდის სხვა წევრებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვიზეც პუტინი ეკრდნობა, რომ ისინი ბედნიერად მოხვდებიან მისი სისხლიანი უკრაინის კამპანიისთვის. მარკაევი უბრალოდ ბოლო გამორჩეული ფიგურაა რუსეთში, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ აქვს განწყობა. მაისის შუა რიცხვებში რენატ სულიმანოვმა, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის კიდევ ერთი სახელმწიფო დუმის დეპუტატია, ინტერვიუში განმარტა, რომ მისი აზრით სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დამანგრეველი გავლენა აქვს რუსეთზე. რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს უკრაინის ომის ხანგრძლივ გაგრძელებას, განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სამხედრო ხარჯები რუსეთის ახლა რუსეთის ბიუჯეტის 40%-ზე მეტს შეადგენს და რომ სამხედრო სექტორის პროდუქციას არ აქვს სამომხმარებლო ღირებულება. ამავე დროს ბიუჯეტის მიღება შემცირებული სამხედრო ხარჯებით ყველაზე რთული საქმე არ არის, მაგრამ რა მოუვა თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს. ამჟამად შეიარაღებული მილიონი ადამიანი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდება. სად არის სამუშაო ადგილები, ღირსეული ხელფასები და სოციალური ადაპტაცია, იკითხა სულიმანოვმა. და ის მართალია. პუტინს როგორც ჩანს, არ აქვს გეგმა იმისთვის, თუ რა მოხდება უკრაინის შემდეგ. ისევე როგორც არ აქვს გეგმა იმისთვის, რა ცდილობს რუსეთი ახლა უკრაინაში. და კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის ლიდერი. კარგი, ესენი რუსეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები არიან. ისინი უფრო გაბედულები ხდებიან, მაგრამ ისინი მაინც პარტია არიან, რომელიც პუტინს ეწინააღმდეგება. ასე რომ ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს სახელმწიფო დუმაში აკეთებენ. შეიძლება თუ დავივიწყებთ პუტინის მიდრეკილებას იმისკენ, რომ მის მოწინააღმდეგეებს როგორღაც გულაგებში ამოყავთ თავი, ან ღია ფანჯრებიდან ვარდებიან. მაგრამ რომ გავამახვილოთ ყურადღება, პუტინს მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აკრიტიკებენ. კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც პუტინის მმართველობის დასრულებას მოითხოვს, არის ილია რემეზლოვი. ომის უმეტეს ნაწილში ის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მაამებელი იყო. როგორც ხვები წლები გაატარა პუტინის რეჟიმის კრიტიკოსების დევნაში და ჟურნალისტების წინააღმდეგ შავი პიარის კამპანიების ჩატარებაში, რომლებიც პუტინის მარცხებს ამხელდნენ. ეხლა რემეზლოვმა ზურგი აქცია პუტინს. ის კრემლის მხარდამჭერიდან პუტინის წინააღმდეგ გადაერთო, როდესაც ტელეგრამზე თავის 90,000 გამომწერს პოსტი გაუზიარა და აუხსნა მიზეზები, თუ რატომ აღარ უჭერს მხარს პრეზიდენტს, რომელსაც წლების განმავლობაში სიყვარულს ეფიცებოდა. კიდევ ერთხელ ხედავთ იგივე ტიპის არგუმენტაციას. სუსტი სამხედრო ხელმძღვანელობა, რუსი ხალხის ერთი თაობა დაღუპული, წარუმატებელი ომის გამო, რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი. პუტინი არალეგიტიმური ლიდერია, წერს რემეზლო თავის სტატიაში, და ის უნდა გადადგეს და ასამართლდეს როგორც ომის დამნაშავე. არ შეგეშალოთ, ეს უარყოფითად განწყობილი ხალხი ვირთხები არიან და ისინი აკეთებენ იმას, რა ვითხები, რასაც ვითხები აკეთებენ. გარბიან ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან, როცა ხედავენ და ვენ რომ ის მალე ჩაიძირებ. აი ეს არის პუტინი ახლა, გემი, რომელიც ღია ზღვაში აფეთქებულია. ისინი, ვინც ოდესღაც მხარს უჭერდნენ მას, გარბიან. ისინი, ვინც შესაძლოა მხოლოდ იმის შიშით აჩვენებდნენ მხარდაჭერას, თუ რას გააკეთებდა ის, თუ კი არ დაუჭერდნენ მხარს, ეხლა ბევრად უფრო გაბედულები ხდებიან. შიში გაქრა, გზავნილი ვრცელდება. რუსეთის სრული სოციალური კოლაფსის ზვარზეა და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. პუტინი შეიძლება გაბრაზებული იყოს იმაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები და ყოფილი ახლობლები მასზე ამბობენ, მაგრამ ის შეშინებული იქნება იმ ფაქტით, რომ მათი სიტყვები, როგორც ჩანს, რუს მოსახლეობაში პოულობს გამოხმაურებას. თუ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი ფიგურა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთის ლიდერი დიდად არ ინერვიულებდა. რუსეთში უამრავი ღია ფანჯარაა და საკმარისზე მეტი შესაძლებლობა არსებობს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა საშიში ვარდნა გამიცადოს. მაგრამ პუტინის ნამდვილი პრობლემა ის არის, რომ რუს მოსახლეობაში არსებობს უკმაყოფილების ფარული ტალღა, რილების ფარული ტალღა, რომელიც თან სდევს ამ ყველაფერს, რასაც პარლამენტარების პირიდან ამოფრქვეული რისხვა ახლავს. მოდით ჩავხედოთ გამოკითხვებს. მოიცადეთ ერთი წამით. არ შეგვიძლია. რატო? როგორც ტელეგრაფი იუწყება, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი, ანუ ვციმი, რომელიც სახელმწიფო კონტროლირებადი სოციოლოგიური სამსახურია, აღარ გამოაქვეყნებს პუტინისადმი ნდობის რეიტინგებს, რომლებიც ადრე ღიად ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ ირონიულად არ ვამბობთ სიტყვა ღია. ვციმი ატარებს როგორც ღია, ასევე დახურულ გამოკითხვებს. ბოლო შემთხვევაში გამოკითხვის ორგანიზატორი პირდაპირ ეკითხება რესპონდენტებს, ენდობიან თუ არა პუტინს და მის გარემოცვას. მაგრამ ღია გამოკითხვები განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში რესპონდენტებს თხოვენ დაასახელონ პოლიტიკოსები, ვისაც ენდობიან, ყოველგვარი მინიშნების გარეშე. და სწორედ ეს გამოკითხვები გაძლევთ საშუალებას ნახოთ საშუალო რუსის ნდობის რეალური მდგომარეობა პუტინის მიმართ 2026 წელს. მარტში პუტინზე დახურულ გამოკითხვებში მონაწილეთა 70%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ენდობოდა რუსეთის ლიდერს. არა ისეთი მაღალი, როგორც პუტინს სურდა ენახა, მაგრამ საკმარისად კარგია იმ ტიპის გამოკითხვისთვის, რომელსაც თან ახლავს ფარული გაფრთხილება, რომ ვინც იტყვის ლიდერს არ ენდობა, შეიძლება დაისაჯოს. მაგრამ იმავე თვეში ჩატარებულ ღია გამოკითხვებში მხოლოდ 29.5%-მა რუსმა დაასახელა პუტინი პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობა, სანამ ასეთი ტიპის გამოკითხვა აპრილში უცნაურად შეწყვეტდა. ეს გეუბნებათ ყველაფერს, რაც ნამდვილად უნდა იცოდეთ. როდესაც მათ პირდაპირ პუტინზე არ ეკითხებიან, რუსეთის ხალხი ამბობს, რომ ისინი ენდობიან ნებისმიერ სხვას გარდა მისი, იმ საქმეში, რომელსაც ის უკვე მე-4 საუკუნეზე მეტი აკეთებს. მოდით უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ გამოკითხვებს.
22 მაისის სტატიაში მედუზამ გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკითხვებმა, რომელიც რუსეთის წამყვანი სოციოლოგიური ორგანიზაციაა, აჩვენა, რომ პუტინის საერთო რეიტინგი დაეცა ბოლო 1 წლის მინიმუმამდე. ის ჯერ კიდევ შედარებით მაღალი იყო. 61% ამბობდა, რომ ფიქრობდა, პუტინი საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის საქმეს. მაგრამ გახსოვდეთ, რაც უკვე ვნახეთ ასეთი დახურული გამოკითხვების შესახებ. თუმცა პუტინზე პირდაპირ ეკითხებიან, რუსების უმეტესობა შიშის გამო ავტომატურად ამბობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს. ამ კონკრეტული გამოკითხვისგან ბევრად უფრო საინტერესოა ის, რომ გამოკითხულთა 14% საკმარისად მამაცი აღმოჩნდა და პირდაპირ თქვა, რომ პუტინი საკმაოდ ცუდად მუშაობს, რაც ისევ და ისევ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 წლის განმავლობაში. ასე რომ პუტინზე რწმენა მხოლოდ კომუნისტური პარტიის დეპუტატებსა და კრემლის ყოფილი პროპაგანდისტებს არ დაუკარგავთ. რუსი ხალხი, როდესაც გულწრფელად პასუხობს, თავის ლიდერს ეუბნება, რომ ისინი აღარ ენდობიან მის განსჯას. მაგრამ ეს მხოლოდ ის შედეგები და ქმედებებია, რომლებიც საჯაროდ გვინახავს. რუსეთში უკმაყოფილების ჭა ბევრად უფრო ღრმაა. როგორც გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, პუტინის მხარდაჭერა უბრალოდ არ ირყევა, არამედ უფსკრულში ეშვება. ეს ყველაფერი ცვლის რუსეთის ლიდერისთვის. და სანამ ავხსნით რატო, მცირე შენიშვნა. ეს არის სამხედრო შოუ და სწორედ ასეთი ანგარიშების გამო გვქვნით ვიდეოებს. ჩვენ ვამხელთ უკრაინის ომის რეალობას და სიღრმისეულად ვიკვლევთ სათაურებს მიღმა. თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ და დაუჭიროთ არხს მხარი. მარკაევის საკუთარი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული მძაფრი გამჯვინვარებული გამოსვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ კრემლის სიღრმიდან საიდუმლო რუსული დოკუმენტები ჩაავლო ხელში. ზელენსკის თქმით, ამ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია რუსეთის ლიდერისთვის არასახარბიელოა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული პროგნოზული მაჩვენებლები პუტინით რუსების უკმაყოფილი შესაბსტაბილობის შესახებ სტაბილურად გაიზრდება და დაამატა, რომ მან უკვე დაიწყო შეგუება იმასთან, რომ უკმაყოფილების ზრდის შეჩერება შეუძლებელია. და ეს მაჩვენებელი სექტემბრამდე არ დასტაბილურდება, როცა რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ციფრები საშინლად გამოიყურება თუ ვლადიმირ პუტინი ხარ. კრემლის შიდა პროგნოზების მიხედვით 2026 წლის სექტემბერში, როცა სახელმწიფო დუმის არჩევნები დაიწყება, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 45% დაუჯეს მხარს პუტინის ქმედებებს. პუტინისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ პროგნოზის მიხედვით 33% ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას, ხოლო კიდევ 12% ან გადაუწყვეტელია, ან სხვა კატეგორიაში ხდება, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს და ვენდობით ჩვენს პრეზიდენტს. პუტინი უკვე მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ანგარიშის გამო. მაგრამ რაც მას ნამდვილად აშფოთებს არის ის, რომ პარტია, რომელსაც ის მართავს, ერთიანი რუსეთი, მხარდაჭერის სტაბილურ კლებას გამიცდის, როგორც ზელენსკი ამხელს. ეს პრობლემა იქნება არჩევნების დროს სექტემბერში, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ოპოზიციურ პარტიებს, მაგალითად რუსეთის კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრებიც მოუწოდებენ პუტინს, რომ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვონ რუსეთის პარლამენტში. როგორც ჩანს, ერთიანი რუსეთის პარტიის გადაწყვეტა ამ პრობლემის მიმართ იქნება მნიშვნელოვნად მეტი ქაღალბების გამოყენება, რათა მიიღონ ის შედეგები, რაც პუტინს სჭირდება სახელმწიფო დუმაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. სადაც არ უნდა გაიხედოს პუტინმა, ყველგან ხედავს რუს ხალხს, რომელიც მზადაა ცვლილებებისთვის. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი დაშლის ზღვარზეა და თითს პირდაპირ იმ კაცისკენ იშვერენ, რომელიც დღესდღეობით უფრო მეტ დროს ატარებს ბუნკერებში დამალული, ვიდრე თავისი ქვეყნის მართვაში. და როგორღაც ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება პუტინისთვის. გაჟონილი დოკუმენტები მხოლოდ პუტინისა და მისი პარტიის მხარდაჭერის კრახს არ ავლენს. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ დოკუმენტების მიხედვით რუსეთის რამდენიმე რეგიონში გაზრდილია ეგრეთ წოდებული საპროტესტო განწყობები. ეს მტკიცება ემთხვევა United 24 მედიის 14 მაისის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის შიგნით საპროტესტო პოტენციალი თითქმის 2 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ ანგარიშის მიხედვით დამოუკიდებელი ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 20% მიიჩნევს, რომ რუსეთში ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შესაძლებელია. რაც ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს, თუ რატო იღებს პუტინი ამდენ უკმაყოფილებას ამჟამად. კიდევ 14% ამბობს, რომ მიაჩნიათ პოლიტიკური მოთხოვნებით გამართული საპროტესტო აქციებიც მოსალოდნელია. 2025 წლის ნოემბერში, როცა ლევადას ცენტრმა ბოლოს ჩაატარა ეს გამოკითხვა, პროცენტული მაჩვენებლები იყო შესაბამისად 16% და 11%. ეს რიცხვები გაიზარდა. და როცა ამას დანარჩენთან ერთად უყურებთ, აშკარაა, რომ რუსი ხალხი დაიღალა და მობეზრდა პუტინის მიერ თავს მოხვეული ომი, რომელიც აშკარად ანგრევს მათ ქვეყანას. ეს კარგად გვიყვანს იმაზე, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა. ზელენსკი გვეუბნება რაღაცას გაჟონილ დოკუმენტებზე, რაც ავლენს ერთ-ერთ მიზეზს, თუ რატომ ეცემა პუტინის პოპულარობა და რატომ აკრიტიკებენ მას ახლა რუსეთის პარლამენტში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ანგარიშები არც კი ითვალისწინებს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პოტენციურ მოვლენებს, რომლებიც აუცილებლად იმოქმედებს სიტუაციაზე რუსეთში, ამბობს ზელენსკი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი ხალხის მასშტაბური დაღუპვა დიდ როლს თამაშობს პუტინის პოპულარობის ვარდნაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, როცა რუსეთი ზაფხულის შეტევას დაიწყებს. დიდად რეკლამირებული გაზაფხულის შეტევა რუსეთისთვის ისედაც საკმარისად ცუდი იყო. იერიშებმა, რომლებიც დონეცკის დაცემის საფუძველი უნდა გამხდარიყო, რუსეთს მასშტაბური სიკვდილი და დაჭრები მოუტანა.
მარტშიც და აპრილშიც რუსეთმა დაახლოებით 25,000 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების შედეგად. მაისის დიდად არ განსხვავდებოდა, რადგან რუსეთის საბრძოლო დანაკარგებმა 30,000 გადააჭარბა, რაც გაზაფხულის შეტევის შედეგად დაღუპული ან დაჭრილი რუსების საერთო რაოდენობას დაახლოებით 100,000-1000-მდე აყვანდა. ეს ასახულია გაჟონილ კრემლის ანგარიშში, მაგრამ პროგნოზები, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებს იმას, რაც რუსეთს ელოდება ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ის კიდევ უფრო მეტად შეეცდება შეტევების გაძლიერებას. პირველი ნიშნები პუტინისთვის კარგი არ არის. მხოლოდ 13 ივნისს რუსეთმა დაკარგა 1440 ჯარისკაცი ითხოვინება პრავდა. ასე რომ უკვე დამანგრეველი დანაკარგების რაოდენობა არ მცირდება. თუ რამეა, ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. პუტინის პასუხი ამაზე იყო მორიგი ფარული მობილიზაციის დაწყება, რაც კიდევ უფრო მეტ რუსის სიკვდილს გამოიწვევს და შედეგად კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილება საზოგადოებაში, რომელიც უკვე ფიქრობს, რომ პუტინი მათ ქვეყანას დაღუპვისკენ მიიყვანს. 13 ივნისს პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ დადგენილებას, რომელმაც რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო ნებადართული რაოდენობა გაზარდა 2,389,130-მდე პირამდე, საიდანაც 1,500,000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ვერ ასრულებს მოხალისეთა მიერების გეგმას, კიევ ინდეპენდენტი უცხება, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით 2026 წლის პირველ 3 თვეში რუსეთში ჯარში გაწევრიანებაზე 70,500 ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც რუსეთის მიზანზე 30,000-ით ნაკლებია. და თითქმის 20,000-ით ნაკლებია, ვიდრე 80,000, ვინც 2025 წლის იმავე პერიოდში დარეგისტრირდა. თუმცა პუტინი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალა უნდა გაიზარდოს. ამ ეტაპზე როგორც ჩანს, მობილიზაცია იქნება მისი ერთადერთი გამოსავალი და ეს ნიშნავს, რომ ის already არსებული რისხვა რუსეთში. ახალგაზრდა კაცების თაობის დაკარგვის გამო, როგორც მარკაევმა სისხლი დაღვრა სახელმწიფო დუმაში, მხოლოდ გაძლიერდება. ეს ცუდია პუტინისთვის, მაგრამ რაც უფრო უარესია ის არის, რომ რუსული რისხვა სცდება მხოლოდ იმ სიკვდილის მასშტაბს, რაც პუტინის შეჭრის შედეგად მოხდა. როგორც ტელეგრაფი არნიშნავს, რუსეთის თავდაცვის ხარჯები ისეთ დონეს მიაღწია, როგორც ცივი ომის დროიდან არ გვინახავს. ამბობს, რომ სამხედრო ხარჯები 2026 წლის დასაწყისში 30%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ პუტინის ომი რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 46%-ს შეადგენს. მილიტარნიო ამ შეფასებას ადასტურებს ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ყოველი მეორე რუბლი ომზე იხარჯება. გაიხსენეთ ლევადა ცენტრის გამოკითხვები, რომლებიც ადრე ვახსენეთ. ლევადამ დაადგინა, რომ რუსების 20% ფიქრობს, რომ პროტესტები მოსალოდნელია რუსეთის შიგნით ცხოვრების დონის დაქვეითების გამო. ეს აბსურდული სამხედრო ხარჯები ამ პროტესტების საფუძველი იქნება, რადგან სწორედ პუტინის ომის მიმართ ობსესია აგდებს რუსეთს ეკონომიკურ უბსკრულში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ამაზე ღიად ისაუბრეს და შეუერთდნენ იმ ხმებს, რომლებიც პუტინს მოუწოდებენ ან ცვლილება მოახდინოს, ან გზიდან გადგეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი ელვირა ნაბულინა უკვე დაახლოებით 1 წელი არის, რაც მოახლოებულ ეკონომიკურ კრიზისზე აფრთხილებს. 2025 წლის სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს ნაბულინამ და სხვებმა გააფრთხილეს, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიას უახლოვდება. თითქმის 1 წლის შემდეგ, 2026 წლის აპრილში, მან განაცხადა, რომ რუსეთს 2,5 მილიონი მუშახელის დეფიციტი აქვს, რაც მისი თქმით თანამედროვე რუსეთის ისტორიაში არასდროს უნახავს. ნაბულინა შეიძლება არ ითხოვდეს პუტინის გადადგომას, როგორც რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრები, მაგრამ ის აშკარად მიუთითებს, რომ რუსეთის მდგომარეობაში პუტინის ეკონომიკური პოლიტიკაა დამნაშავე. მაშ დასამბობს ნაბულინა 2026 წლის ზაფხულში. როგორც ჩანს, თითქმის არაფერს. ნაბულინა არ ყოფილა იმ ფორუმის 2026 წლის ვერსიაზე, სადაც 1 წლით ადრე რეცესიის შესახებ გააფრთხილა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის არსად გამოჩენილა. მან ასევე გამოტოვა საპროცენტო განაკვეთის შეხვედრა პუტინთან და მის მინისტრებთან ივნისის პირველ კვირაში. კრემლი აცხადებს, რომ ის ავადმყოფობის გამო შვებულებაშია. ეს არის რუსეთი და ნაბულინა მიუთითებდა ეკონომიკურ კრიზისზე, რომლის გამჟღავნებაც პუტინს არ სურს. მართლა ავადმყოფობის გამო შვებულებაში თუ მას განზრახ აშორებენ იმ გადაწყვეტილებების მიღების შეხვედრებს, რომლებიც მის აზრზე უნდა იყოს დაფუძნებული. როდესაც ის ხედავს, როგორ ინგრევა მისი ქვეყანა და როგორ ეცემა მისი პოპულარობა და ანდობის რეიტინგები, პუტინი ცდილობს რუსეთის მდგომარეობა დამალოს საკუთარი ხალხისგან. მაგრამ მას რეალობასთან შეჯახება უწევს. როგორც UN-მა 11 ივნისს გაავრცელა, კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის ფინანსური რეზერვები თითქმის ამოწურულია. ისინი დაეცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1,8%-მდე, რადგან ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები წლიდან წლამდე 45%-ით შემცირდა. შრომის დეფიციტი, რის შესახებაც ნაბიულინამ გააფრთხილა, ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკამ წარმოების თვალსაზრისით თავის ზღვარს მიაღწია და ამ წარმოების უმეტესობა ომზეა ორიენტირებული და არა ხალხზე. სხვა გამოკითხვა, ამჯერად ნესტის ცენტრის მიერ ჩატარებული, აჩვენებს, რომ რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ხალხში უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტორია. ამ გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 15% რუსეთში აქვს დადებითი მოსაზრება პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, მაშინ როცა მე-13 უარყოფითად აფასებს პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკას. კვლავაც გამოკითხვებიდან ჩანს გაბრაზების ნიშნები, მაგრამ პუტინი არ ირჩევა.
ის იმდენად განწარებულია უკრაინის ხელში ჩაგდებაზე, რომ აგრძელებს რუსეთის უფსკრულში ჩაქრას. ყოველთვე ათასობით ადამიანი იღუპება. ოკუპაციის გასაგრძელებლად სულ უფრო მეტი ფულია საჭირო. მიუხედავად ამისა, პუტინი პასუხობს ბრძანებულებების ხელმოწერით, რომ რუსეთის არმიის რაოდენობა გაზარდოს და ამ პრობლემებს კიდევ უფრო ანძიმებს. მარკაევი მართალია. რუსეთის სოციალური აფეთქების ზვარზეა. მაგრამ უმეცარი პუტინი ამას მაინც ვერ ამჩნევს. ის ზღუდავს და უარყოფს, ყურადღებას ისე უკრაინაზე ამახვილებს, მაშინაც კი როცა განგაში ზარები რეკავს და გაფრთხილებები ისმის. რუსეთი დაშლის ზვარზეა და სწორედ პუტინი უდგას ამ ყველაფერს სათავეში. ეს იყო დიდი უპირატესობა, რომელიც რუსეთს ხოსეთს ყოველთვის უნდა ქონოდა. ადამიანური რესურსების თითქმის უსასრულო მარაგი უკრაინას მუხლებზე უნდა დაეყენებინა. არ ქონდა მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი ბრძოდა უკრაინა. ხორცი და ლითონი რუსეთს გამარჯვებას მოუტანდა, როგორც ყოველთვის. და ვლადიმირ პუტინი ამას უზრუნველყოფდა, რომ უთვალავი მილიარდი დოლარი თავისი ჯარისკაცების ჯიბეებში გადაერიცხა. მაგრამ რუსულ არმიაში რაღაც დიდი გაფუჭდა. ფული აღარ მუშაობს, რადგან პოტენციური რუსი ჯარისკაცები მასობრივად უარს ამბობენ ვლადიმირ პუტინზე. რუსეთის ბოლო უპირატესობაც გაქრა. ცოცხალი ძალა ამბობს, რომ საკმარისია. ამ დროს კი უკრაინა აძლიერებს საკუთარ უპირატესობას, რადგან პუტინის მიდგომის შედეგები სულ უფრო მცირდება. ეს არის პუტინის ომის კოლაფსი რეალურ დროში. ეს ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა ყოფილიყო. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პუტინს ნამდვილად სჯეროდა, რომ მის ქვეყანას ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა ბევრად პატარა ერის დასამარცხებლად. მაშინაც კი როცა თავდაპირველი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკან დაახევინეს და ის რაც სწრაფი დაპყრობა უნდა ყოფილიყო, სრულმასშტაბიან ომად გადაიქცა, პუტინი მაინც დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ თავში. და რატომ არ უნდა ყოფილიყო? მოსახლეობის სტატისტიკა და რუსეთის ტრადიციული დამოკიდებულება ომის მიმართ ყველაფერს მის სასარგებლოდ აწყობდა. ციფრები ყველაფერს ამბობდა, რაც პუტინს უნდა სცოდნოდა. უკრაინას დაახლოებით 40 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, რუსეთს კი 153 მილიონზე მეტი. სამჯერ მეტი მოსახლეობა იყო ყველაფერი, რაც პუტინს და მის გარემოცვას სჭირდებოდათ, რომ დაენახათ. თუნდაც უკრაინას კარგად დაეცვა თავი, ეს უთანასწორობა იყო მთავარი გამარჯვების ფორმულაში, რომელიც რუსეთს ეგონა რომ ჰქონდა. და საქმე მხოლოდ ადამიანებში არ იყო. რუსული ომის სტილი უზრუნველყოფდა გამარჯვებას. ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი მისი 153 მილიონი მიმოქალაქიდან დაიღუპებოდა იმის მისაღწევად, რაც მას სურდა. სამხედრო მიზნებისთვის თავგანწირვა რუსული ყაიდაა. როგორც საუბარში 2023 წლის ოქტომბერში ითქვა, თავგანწირვა რუსული კულტურული მითოლოგიის ნაწილია. გამოცემა ამბობს, რომ რუსეთისთვის, განსაკუთრებით კი პუტინისთვის და მის კრემლის თანამოაზრეებისთვის, ჯარისკაცის სიკვდილი ტრაგედია არ არის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სისხლში ამოსვლილ გზაზე გამარჯვებისკენ. ზოგიერთი ჯარისკაცისთვისაც კი, ვინც პუტინის მიზნისთვის დაიღუპა, სიამაყე იყო მთავარი მამოძრავებელი. შეიძლება ისინი ბრძოლაში დაეცნენ, მაგრამ მათი მსხვერპლი ემსახურებოდა საერთო მიზანს, რომ შესრულებულიყო ის, რაც პუტინმა დაისახა. ეს უპირატესობა საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 4 წლისა და 1,38 მილიონზე მეტი მსხვერპლის შემდეგ, კულტურული ნორმები და მასა, რომელიც რუსეთის ომს უნდა ამოძრავებდეს, აღარ მუშაობს. გამოფიტვის ომი, რომლის მოგებასაც პუტინი ფიქრობდა, თავდატერა დადგა და ადამიანური რესურსის უპირატესობა, რომელიც რუსეთისთვის უკრაინაზე ბოლო ნამდვილი ბერკეტი იყო, გაქრა. არ შეგვიშალოთ შეცდომაში. რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ჰყავს. პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს აღარ სურთ მისთვის ბრძოლა. და როცა 2026-ში უფრო ღრმად შევდივართ, ჩნდება ტენდენცია, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო რეკრუტირებაში, რომელიც გვაჩვენებს პრობლემას, რომლის არსებობაც პუტინს არასდროს ეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ ახლა რეალობად იქცა. 14 ივნისის ანგარიში CNN ამბობს, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა იწყებს შემცირებას და ამის მთავარ მტკიცებულებად რუსეთის მოხალისეთა რეკრუტირების მაჩვენებლებს ასახელებს. წარმოიდგინეთ თავი ერთი წუთით რუს სამოქალაქო მოქალაქედ. ყოველ ჯერზე როცა ქუჩაში გადიხარ, ხედავ ბილბორდებს, რომლებიც გიწვევენ, რომ რუსეთის გმირი გახდე და მიიღო მონაწილეობა იმ თვითდაწირვაში, რომელიც შენს კულტურაშია გამჯდარი. და ამ ზეწოლას კიდევ ისემატება, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, რომელიც შენს გონებაში ილექება. რუსული ჯოხის ბოლოს ყველაზე გემრიელი სტაფილოტევს, რაც კი ოდესმე გინახავს. შენ წინ აფრიალებენ უზარმაზარ ხელმოწერის ბონუსებს, რომლებიც $80,000-მდე აღწევს. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო რუსი წელიწადში გამოიმუშავებს. ზემოდან კიდევ უზარმაზარ ხელფასს გთავაზობენ და რუსული სამხედრო ძალა კი ამბობს, რომ $100,000 ვალსაც გაგინულებს. ყველაფერი რაც უნდა გააკეთო არის შენი სახელის ხელმოწერა შესაბამის ხაზზე. სულ 1 ან 2 წლის წინ ეს სტრატეგია კარგად მუშაობდა რუსეთისთვის. ხალხს სჯეროდა, რომ უკრაინაზე გამარჯვება გარდაუვალი იყო. ამიტომ ისინი ხელმოწერას და ფულის აღებას თანხმდებოდნენ. რის შედეგადაც რუსულ არმიაში ადამიანური რესურსის დიდი ნაკადი შედიოდა. მაგრამ 2026 წელს პროპაგანდისა და ფულის სტრატეგია უკვე აღარ მუშაობს ისე კარგად. 10 ივნის ნოვაია გაზეტამ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა 2026 წლის პირველ 3 თვეში 61,200 ახალი კონტრაქტიანი ჯარისკაცი აიყვანა.
მაღალი რიცხვია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასევე ბოლო 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წლის პირველ კვარტალში და თითქმის 20,000-ით ნაკლებია ვიდრე 2025 წელს. ხელმოწერილი 99,600 კონტრაქტიანი ჯარისკაცი. ეს მოკლედ რო თქვა, რუსეთის ახალი ცოცხალი ძალის პრობლემაა. საკითხი ის არ არის, რომ ხალხი არ არის, არამედ ის, რომ რუსები იღვიძებენ იმ სასტიკი ომის რეალობაზე, რომელიც პუტინმა დაიწყო. რაც ადრე გარდაუვალი ჩანდა, ეხლა უსასრულოდ გამოიყურება და პოტენციური ჯარისკაცები ხდებიან, რომ ისინი აღარ აწერენ ხელს ომის მოსაგებად. ისინი აწერენ ხელს სიკვდილზე და კრემლის მიერ შეთავაზებული ფული აღარ არის საკმარისი იმ ათასობით კაცისთვის, ვისაც არ უნდა უკრაინის დრონებით სავსე საშინელებას შეეჯახოს. ხოლო რეკრუტირების ნაკლებობა არ იქნება საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა იკლებს. 71,200 ახალი ჯარისკაცი მაინც ბევრია უკრაინის ხორცსაგებში გასაგზავნად. მაგრამ რეკრუტირების მაჩვენებლების ვარდნის უკან კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება, რომელიც ცოცხალი ძალის გამოწვევებს აძლიერებს და რისი წინაშეც რუსეთი არასდროს ელოდა, რომ აღმოჩნდებოდა. პუტინის ხელქვეითებს უფრო სწრაფად ანადგურებენ, ვიდრე რუსეთს მათი ჩანაცვლება შეუძლია. რუსეთის მიდგომა, რომ ხალხს ფულს უხდის ომში წასვლისთვის და არა იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი უკრაინაში შესვლის ვირებულებაში, უკვე პრობლემას წარმოადგენდა. მაგრამ როდესაც ამას ემატება ის, რომ უკრაინა უფრო ეფექტურ საბრძოლო მანქანად იქცა ვიდრე ოდესმე, ეს კატასტროფაა პუტინისთვის და მისი ამბიციებისთვის. მოდით კიდევ ახელ დაუბრუნდეთ იმ 71,200 რეკრუტირებულ ჯარისკაცის რიცხვს. ეს რიცხვი მოიცავს 2026 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდს. ამ 3 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგები იყო 99,000, როგორც იუწყება United 24 მედია. უკვე ხედავთ პრობლემას აქ. რუსეთის დანაკლისილისი 2026 წლის პირველი კვარტლისთვის შეადგენს 17,800, ანუ საშუალოდ დაახლოებით 5,933 თვეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2026 წლის პირველი კვარტლის თითოეულ თვეში რუსეთის არმია რამდენიმე ათასი ჯარისკაცით ნაკლები იყო ვიდრე წინა თვეში. და ისე არაა, თითქოს 2026 წლის მეორე კვარტალი უკეთესად მიმდინარეობდეს რუსეთისთვის. აპრილში პუტინმა კიდევ 35,000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო მაისი ძლიერი გაგრძელება აღმოჩნდა, რადგან კიდევ 30,000 დანაკარგი დაემატა სიას. ამ ორ რიცხვს რომ დაამატებთ, მიიღებთ 65,000, რაც მხოლოდ 6,200-ით ნაკლებია რუსეთის კონტრაქტით დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობაზე 2026 წლის პირველი კვარტლისთვის. და ჯერ კიდევ ივნისის დარჩენილი ნაწილი წინ გვაქვს. თუ ვივარაუდებთ, რომ კიდევ ერთი 30,000-ზე მეტი დანაკარგი იქნება თვეში, რუსეთის მეორე კვარტლის დანაკარგი დაახლოებით 100,000 მიაღწევს და მაინც საკმარისი არ გაუკეთებია რეკრუტირების პრობლემების მოსაგვარებლად. დეფიციტი მხოლოდ გაიზრდება. და ადამიანური რესურსების უპირატესობა, რომელიც უკვე კლებულობს, საბოლოოდ სრულად დაინგრევა. რუსეთი ცდილობს ტყუილით გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა. UN News-ის 10 ივნისის ანგარიში ეს ნათქვამია. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პუტინის ერთ-ერთმა საყვარელმა სპიკერმა, დმიტრი მედვედევმა, 30 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის რეკრუტირება გაიზარდა და 127,000 ახალ კონტრაქტს მიაღწია, რაც თვეში 30,000-ზე მეტ ახალ ჯარისკაცს ნიშნავს და თითქმის საკმარისია რუსეთის დანაკარგების ტემპის შესანარჩუნებლად. თუმცა რეგიონული მონაცემები, რომლებიც გამოცემამ მოიპოვა, მიუთითებს, რომ მედვედევის ციფრებსა და რეგიონულ მონაცემებს შორის 10%-იანი განსხვავებაა. UAD News-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის რუსეთის რეალური რეკრუტირების საერთო რაოდენობა დაახლოებით 100,000 იყო. აპრილში დაკარგულ 95,000 ჯარისკაცს თუ დაუმატებთ 2026 წლის პირველი კვარტლის 99,000 დანაკარგს მივიღებთ 124,000, რაც ნიშნავს, რომ წლის პირველ 4 თვეში 24,000 ჯარისკაცით ნაკლებია. რუსეთის პრობლემას აჯამებს ნაიჯელ გოლდ დეივისი, რომელიც საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარია. გრუბლები ომებს არ იბრძვიან, ეუბნება ის CNN-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი თავის ჯარისკაცებს უხდის რომ იბრძოლონ, ნაცვლად იმისა რომ შთააგონოს ისინი მიზნით, რომელსაც ისინი ნამდვილად დაიჯერებენ, რომ რუსეთს დაეხმარება, ან აიჯულოს ისინი იბრძოლონ ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციის გზით. და როდესაც ქვეყნის მთელი სამხედრო ფილოსოფია აგებულია თვითშეწირვაზე საერთო კეთილდღეობისთვის, თუ შენს ჯარისკაცებს ბრძოლის მიზეზად მხოლოდ ხელფას აძლევ, ეს საბოლოოდ პუტინის უკრაინაში შეჭრისთვის დამოუკიდებელი იქნება. პუტინი ყველანაირად ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს მობილიზაცია. მან იცის, რომ იმ ომის, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკვე წლებია გრძელდება, ხალხისთვის ძალით ბრძოლაში ჩართვა მისი იმიჯს, როგორც რუსეთის ძლიერ დამცველს, ძალიან დააზიანებს. ამიტომ კრემლი უფრო სასოწარკვეთილ გეგმას მისდევს. თუ მას არ შეუძლია რუსეთის შიგნიდან მოხალისეების მოზიდვა, ისინი ციხეებიდან, ლოთობის საკნებიდან და საზღვარგარეთიდან მოიპოვებენ. ატლანტიკური საბჭო აცხადებს, რომ კრემლს მიზნად აქვს დასახული 2026 წელს რუსულ სამხედრო ძალებში მინიმუმ 18,500 უცხოელის მოზიდვა. ეს დაახლოებით ნახევარი თვის დანაკარგებს ფარავს და გვაჩვენებს, რომ კრემლი აღიარებს, რომ ახლა მისი საუკეთესო გეგმაა შესთავაზოს თავისი ოქროს სტიმულები იმ ადამიანებს, რომლებმაც 4 წელი არ გაატარეს იმის ხურებაში თუ როგორ იშლება მათი ქვეყანა პუტინის კატასტროფული სამხედრო სტრატეგიის გამო. მაგრამ ეს არაფერს წვეთს რუსეთის მთავარი პრობლემის, ცოცხალი ძალის უპირატესობის შემცირების საკითხში. მაგრამ პუტინისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემა ესაა.
მიუხედავად იმისა, რამდენად საზიანოა ცოცხალი ძალის პრობლემა ბრძოლის ველზე, სწორედ ის თუ როგორ აზიანებს ეს პრობლემა რუსეთს შიგნით, საბოლოოდ ყველაზე მეტად დააზარალებს მას. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის მილიტარი შოუ. ასეთი კიდევ ბევრი გვაქვს, ასე რომ თუ მოგწონთ ჩვენი ახის ანალიზი, გამოიწერეთ არხი. გულდ დეივისი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების რეკრუტირების სირთულეები აისახება რუსეთის შიდა ბიზნესებზეც. ეს მხოლოდ ფრონტზე წასასვლელი ხალხის პოვნის პრობლემა არ არის, მათ უჭირთ დასაქმებისთვის ადამიანების პოვნაც, ამბობს ის რუსეთზე. და ეს არ უნდა იყოს სიურპრიზი არავისთვის, ვინც ადევნებს თვალს, რას ამბობს რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი რუსეთის შრომის პრობლემებზე. აპრილის ბოლოსკენ ელვირა ნაბიულინამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო ომი, რუსეთის შრომითი რეზერვი დაახლოებით 2.5 მილიონი მუშახელით შემცირდა. ამ რაოდენობის ნახევარზე ცოტა მეტი უკრაინაში დაღუპულებს უკავშირდება, ხოლო ასობით ათასი ან სამხედრო სამსახურშია, ან რუსეთიდან გარბის, რათა არ მოუწიოთ უკრაინის დრონებისგან სიკვდილი. რუსეთი ამას ისეც წარმოაჩენს, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობის დონე დაბალია, რაც მართალია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შრომითი რეზერვი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება. და Euromaidan პრესის მიხედვით, რუსეთის სტატისტიკის სააგენტო როსტატი აცხადებს, რომ ქვეყნის შრომითი რესურსი 2026 წლის ბოლომდე კიდევ 1.4 მილიონით შემცირდება, რაც კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს შრომის ბაზარზე, სადაც უკვე არ არის საკმარისი მუშახელი. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თავდაცვის ინდუსტრია, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა ყველაფერი ჩადო, უკვე იწყებს სირთულეების განცდას. ეს ინდუსტრია პრაქტიკულად მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. რუსეთს სურს, რომ ეს ინდუსტრია გაიზარდოს, მაგრამ შიდა სამუშაო ძალის დეფიციტისა და იმის საჭიროების გამო, რომ მაინც დარჩნენ ადამიანების სხვა სფეროებშიც, რომლებიც პუტინის ომის მხარდაჭერაზე არ მუშაობენ, დიდი ცვლილებები მოსაუდნელი არ არის იმაზე მეტი, რასაც უკვე ვხედავთ. ამ ინდუსტრიაში შენელების ნიშნები ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. სწორედ მაშინ Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის სექტემბერში მეტალის ნაწარმის წარმოება 1.6%-ით იყო შემცირებული წინა წელთან შედარებით. გამოცემის ინფორმაციით ამ სფეროში ზრდა 2023 წელს 26.4% იყო, ხოლო 2024 წელს 30.6%. მსგავსი რამ შეინიშნებოდა რუსეთის სხვა სატრანსპორტო აღჭურვილობის სექტორშიც, რომელიც მოიცავს ტანკებსა და ჯავშან ტექნიკას. ეს სექტორი კლავაც წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაგრამ სექტემბერში ზრდა მხოლოდ 6% იყო, მაშინ როცა წინა თვეში 61.2% შეადგინა. როგორც ჩანს, ზრდამ პლატოს მიაღწია. და CNN-ის მიხედვით, მას შემდეგ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. გამოცემის თქმით, ქარხნები უკვე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასე რომ რუსეთს ბევრი მეტი აღარ შეუძლია, თუ არა აშენებს ახალ ქარხნებს და აშექმნის უკრაინისთვის დამატებით სამიზნეებს, სადაც მუშახელს გადაიყვანს. არც ისე, თითქოს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას კიდევ ბევრი დამატებითი მუშახელის მიღება შეეძლოს. გახსოვდეთ, არსებობს შრომითი კრიზისი, რომელიც აიძულებს თუნდაც მზარდ ინდუსტრიებში, სადაც მილიარდობით დოლარი იდება, პროცესები შენელდეს. რა არის რუსეთის დიდი გამოსავალი ამ შიდა კრიზისიდან? მსგავსი გამოსავალი, როგორც მან თავისი სამხედროებისთვის მოიფიქრა. მეტი უცხოელი მოიზიდოს იმ სამუშაოებზე, რომლებიც რუსი კაცებისთვის ან ძალიან სახიფათოა, ან ისინი დაჭრილები ან დაღუპულები არიან და ვეღარ ასრულებენ. როდესაც რუსეთი უკრაინაში გამოუსწორებელი დანაკარგებისა და ბოლო 2 საუკუნის ყველაზე დაბალი შობადობის წინაშე დგას, ის შრომითი პრობლემების გადასაჭრელად საზღვარგარეთ ეძებს გამოსავალს. კარნეგის ფონდის მონაცემებით რუსეთს 2030 წლისთვის დაახლოებით 10.9 მილიონი ახალი მუშახელი დასჭირდება და რთულია იმის წარმოდგენა, საიდან მოიძებნება ეს ხალხი. შრომითი მიგრაცია ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან გარკვეულწილად დაეხმარა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის პრობლემის სრულად გადასაჭრელად. ფრონტის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დაიწყებს ინდოეთიდან და აფრიკიდან მუშახელის მოზიდვას შრომითი კრიზისის გადასაჭრელად, მაგრამ ეს მიგრაციაზე დაფუძნებული სტრატეგია მხოლოდ დროებითი გამოსავალია პრობლემისთვის, რომელიც არ ქრევ. როდესაც რუსეთი უფრო მეტ მიგრანტ მუშახელს იღებს, ის კარგავს ეროვნული იდენტობის შეგრძნებას, რაც გადამწყვეტია ყველაფრისთვის, რის გაკეთებასაც პუტინის თქმით ის უკრაინაში ცდილობს. პუტინი ამბობს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რასაც ის იყენებს თავისი შეჭრის გასამართლებლად. მაგრამ ამ დროს პუტინის პოლიტიკა ამძაფრებს დემოგრაფიულ კრიზისს, რომელიც უკვე დაჩქარდა იმავე ომით, რომელიც თითქოს უნდა აერთებდეს უკრაინასა და რუსეთს. და რას აძლევს რუსეთს ყველა იმ მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელსაც პუტინი აიძულებს მას გაიღოს. 2026 წელს პასუხი ასეთია. თითქმის არაფერს. მიუხედავად მთელი ამ სიკვდილისა და მსხვერპლისა, რუსეთმა თითქმის ვერანაირი პროგრესი ვერ მიაღწია უკრაინაში. არც ამ წელს და არც მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. 12 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესტონეთის დაზვერვის თქმით, რუსეთმა 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ ვერც ერთი თავისი სტრატეგიული მიზანი ვერ მიაღწია. რაც მკაცრი ბრალდებაა იმ სრული მარცხის მიმართ, რასაც პუტინის სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმოადგენს. კიევი არ დაცემულა, არც დონბასი. და როცა უკრაინა კონტრშეტევაზე გადადის, რუსეთმა დონბასში მიღწეული წარმატებებიც კი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ ჩანს, როგორც უნდა ყოფილიყო. ეხლა ესტონეთის თქმით, უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებმა მას ასევე მისცა შესაძლებლობა, რომ ფრონტის ხაზის მიღმა 300 კილომეტრის სიღრმეში მიაყენოს დათმები.
რაც რუსულ ლოჯისტიკას აზიანებს და პუტინის ჯარისკაცებისთვის წინსვლას კიდევ უფრო ართულებს, მაშინაც კი როცა რუსეთის ლიდერი კიდევ უფრო მეტ შეტევას ბრძანებს. ეს ყველაფერი ამზაფრებს იმ ადამიანური რესურსის კრიზისს, რომელსაც რუსეთი აწყდება, რადგან ჯარისკაცები, რომლებიც იძულებით მიყავთ ბრძოლაში მხარდაჭერისა და მომარაგების გარეშე, უფრო სწრაფად იღუპებიან უკრაინის დრონების მიერ. რაც შეეხება რუსეთის მიღწევებს, 2026 წელს ისინი დიდად შთამბეჭდავი არ ყოფილა. France 24 იუწყება, რომ რუსეთის არმიამ აპრილშიც და მაისშიც უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა ვიდრე მოიპოვა, რაც ფაქტობრივად საპირისპიროა იმისა, რასაც დამპყრობელი ძალა უნდა აკეთებდეს. უფრო მეტი ტერიტორია უნდა დაიკავო პუტინ, მაგრამ რუსეთი კარგავს იმას, რაც მოიპარა და მისი ჯარისკაცები ისეთი სისწრაფით იღუპებიან, რომ ეს ანადგურებს იმ ცოცხალი ძალის უპირატესობას, რომელიც პუტინს ეგონა ომს მოაგებინებდა. ასე რომ პუტინს ხელში დამანგრეველი დილემა აქვს. რუსეთს უმთავრდება ჯარისკაცები, რომლებიც სჭირდება ომის იმგვარად საწარმოებლად, როგორც რუსეთის ლიდერს უნდა რომ იბრძოლო. რა არის პუტინის ამ პრობლემის გადაწყვეტა? რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის ბრძანება გასცა. 13 ივნისს კიევის პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ დეკრეტს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ნებადართული პერსონალის რაოდენობას თითქმის 10,000 ადამიანით გაზრდის. ეს პუტინის მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში გაცემული მეორე ბრძანებაა პერსონალის გაზრდის შესახებ და ამით რუსეთის სამხედრო ძალების საერთო რაოდენობა დაახლოებით 2.4 მილიონ ადამიანს აღწევს, საიდანაც 1.5 მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. ახლა 10,000 ჯარისკაცი დიდი რიცხვი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს უკვე მეორე დეკრეტია 2026 წელს გაფართოების შესახებ, გვაჩვენებს, რომ პუტინი უბრალოდ არ აღიარებს რეალობას. როდესაც გაწვევის დონეები ვერ აღწევს იმ ღმაჩვენებლებს, რაც რუსეთმა უკვე დააპროექტა და უკრაინა უფრო მეტ დანაკარგს აკანებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია გაუძლოს, პუტინის მთავარი რეაქციაა მეტი ჯარისკაცის მოძებნის ბრძანება. მაგრამ საიდან? ვინ იცის? როგორც ჩანს, პუტინს ამაზე წინ არ უფიქრია. და შეიძლება ითქვას, რომ ეს პუტინის პრობლემა იყო მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მან ვერ წარმოიდგინა, რომ უკრაინა ოკუპაციის პირველ კვირებში ძლიერ თავდაცვას გაუწევდა. პუტინმა წინასწარ ვერ გათვალა, რომ დასავლეთი უკრაინას დაუჭერდა მხარს, ან რომ უკრაინა დრონებს გამოიყენებდა ომის წესების შესაცვლელად. ის ნამდვილად არ დაფიქრებულა იმაზე, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა 1.38 მილიონი ადამიანის და კიდევ მეტის მსხვერპლად შეწირვა მის ომში პრობლემებს შეუქმნიდა რუსეთის სამხედრო ძალას და ეკონომიკას. პუტინმა ვერაფერი ამ ყველაფრიდან ვერ დაინახა წინასწარ. მან უბრალოდ ბრმად შეიყვანა რუსეთი კრიზისში, საიდანაც გამოსავალი აღარ არსებობს. რუსეთის ცოცხალი ძალის კრიზისი არ გაუმჯობესდება. არ არსებობს ხალხის მოზღვავება, რომელიც პუტინს გადაარჩენს. რაც შეეხება უკრაინას, ის კიდევ უფრო მეტად იყენებს საკუთარ უპირატესობასა და ინოვაციას. რუსეთის წინსვლა უკუსლად იქცა, რადგან უკრაინის დრონები მომაგდინებელია. უკრაინამ მხოლოდ წარმოება არ აითვისა, თუმცა მოკლე რადიუსის FPV დრონების, ღრმა დარტყმის დრონებისა და საშუალო რადიუსის დრონების მასიური მარაგების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის სტრატეგია მუდმივად ვითარდებოდა, რათა რუსეთის ყველაზე დიდ უპირატესობას გამკლავებოდა. ყოველთვიურად რუსეთის 30,000-ზე მეტი დანაკარგის ძირითადი მიზეზი სწორედ FPV დრონებია. საშუალო რადიუსის დრონები ანადგურებენ რუსეთის ზურგს, რაც ასუსტებს ჯარისკაცებს ფრონტზე. ხოლო ღრმა დარტყმის დრონები შიგნიდან ანგრევენ რუსეთის სამხედრო მანქანას. ყოველთვიურად ათობით ნავთობისა და სამხედრო სამრეწველო ობიექტს ანადგურებენ. უკრაინის შეჭრა უნდა ყოფილიყო ისტორია რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ გაამართლებდა, მაგრამ უკრაინამ სცენარი შეცვალა. ახლა ამბავი ისაა, რომ უკრაინის დრონები იმდენად საშიშია, რომ თვითონ პუტინიც კი აღიარებს, რომ რუს ჯარისკაცს თავის ამოყოფაც კი არ შეუძლია თავშესაფრიდან უკრაინის დრონების გამო. ცოცხალი ძალა გადალახულია მფრენი ლითონით და ახლა სწორედ უკრაინას აქვს მთელი ინიციატივა. რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობა გაანეიტრალა დრონების არმიამ, რომელიც მილიონობითაა. და ეს პუტინს აღარ უტოვებს სხვა არჩევანს. მისი მომავალი ჯარისკაცები უარს ამბობენ ფულით ცდუნებაზე და კონტრაქტებზე ხელმოწერაზე, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ. შიდა მდგომარეობაში რუსეთი ქაოსშია, რადგან ეკონომიკურ პრობლემებს, მუშახელის დეფიციტს და თავდაცვის ინდუსტრიას აწყდება, რომელიც გაჩერებულია. პუტინს მხოლოდ ის შეუძლია, რომ უკვე გადაღლილი არმიის გაზრდა უბრძანოს. რუსეთის ბოლო უპირატესობაც გაქრა. პუტინისთვის ყველაფერი დასრულებულია, უბრალოდ ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდება. მან მუქარად სცადა და მაამებლობაც. 15 ივნისს ბელარუსის დიქტატორმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა. ეს არ ყოფილა მუქარა. ეს არ ყოფილა გრანდიოზული განცხადება რუსეთის გამარჯვების გარდაუვალობაზე უკრაინაში. 4 წლის შემდეგ პირველად ლუკაშენკო გამოფხიზლდა და გააცნობიერა, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, პუტინის ლაქია ყოფნა არც ისე კარგი იყოს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ესაზღვრება 2026 წლის უკრაინას, რომელსაც შეუძლია წამებში გაუშვას რაკეტები და დრონები ბელარუსში. და ახლა წლების განმავლობაში მუქარებისა და განცხადებების შემდეგ ლუკაშენკო აკეთებს იმას, რასაც პუტინი არასდროს ელოდა მისგან, ბოდიშს იხდის და უკანიხევს. კიევ-პოსტის ანგარიში, რომელიც ლუკაშენკოს მიერ ალ-არაბიასთან მიცემულ ინტერვიუს ეხება, ნათქვამია, რომ ბელარუსის დიქტატორმა სრულიად შეცვალა რიტორიკა და ახლა რუსეთა უკრაინას შორის მშვიდობისკენ მოუწოდებს.
ლუკაშენკომ ბელარუსის პუტინის ომში ჩართვის პერსპექტივა აბსურდულად შეაფასა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი წინაპრები უკრაინაში არიან დაკრძალულნი და რომ მის ქვეყანაში ბევრ ადამიანს ახლო კავშირი აქვს პუტინის ამბიციების მსხვერპლებთან. ბელარუსული ოჯახები ცხოვრობენ უკრაინაში, ხოლო უკრაინული ოჯახები ცხოვრობენ ბელარუსში, უში და ჩვენს სამხრეთში. არსებობენ შერეული ოჯახები. ისინი დაქორწინდნენ, გაზარდეს შვილები და ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრობდნენ. საზღვარი არ არსებობდა, თქვა ლუკაშენკომ, როცა პოეტურად იხსენებდა უფრო მშვიდ დროს, სანამ პუტინი თარეშს დაიწყებდა. გვაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცამ ახლახან წარედ ინანა თავისი არჩევანი და არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ლუკაშენკო უკან იხევს. ლუკაშენკოს მტკიცება თითქოს უკრაინა და ბელარუსი ოდესღაც ჰარმონიაში ცხოვრობდნენ, სრულიად ეწინააღმდეგება იმ რიტორიკას, რომელსაც მთელი ომის განმავლობაში ავრცელებდა. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლუკაშენკო ერთგული ლაქია იყო. ყველა ნაბიჯზე პუტინს ადიდებდა, თავის ქვეყანას რუსეთის მოკავშირედ აქცევ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველა შესაძლო სიტყვით ლანძრავდა, მათ შორის ერთხელ ნაძირალაც კი უწოდა. ეხლა წარსულისადმი ნოსტალგიის გარდა ლუკაშენკომ ბოდიშიც კი გადაუგზავნა უკრაინას და მის ლიდერს. თუ ვოლოდიმირ ოლექსანდროვიჩი შეურაცხყოფილელი დარჩა, ამ სიტყვებისთვის ბოდიშს უხდიმას, თქვა ლუკაშენკომ, რატომ რაც უკრაინის პრეზიდენტის მამის სახელიც გამოიყენა. მან დაამატა, რომ უკრაინას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მისი ქვეყნიდან არანაირი შეტევა არ იქნება. ბელარუსის მხრიდან სამხედრო ქმედებებს არ უნდა ელოდოთ, მით უმეტეს ჩემგან. მართალია ლუკაშენკომ ამ ბოდიშს ისიც დაუმატა, რომ მსგავსი განცხადებები მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ უკრაინამ დაემუქრა. საჭიროების შემთხვევაში მასაც გაანადგურებდა. მაგრამ ამ გამართლების მიუხედავადაც კი, ეს ლუკაშენკოს პოზიციის საგრძნობლად შეცვლას ნიშნავს უკრაინის მიმართ. და რომ გავიგოთ, რამდენად საგრძნობია ეს თვლილება, უნდა გადავხედოთ ომს, სადაც ლუკაშენკო დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერი იყო, რომ პუტინის მარიონეტად ემსახურა. დავითხოვთ 2022 წლის თებერვლიდან. ბელარუსი მაშინ არ ერიდებოდა ომში ჩართვას, როცა პუტინი თავის ძალებს აგროვებდა. ამავდროულად რუსეთი ამტკიცებდა, რომ არაპირებდა უკრაინაში შეჭრას და არც ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ამზადებდა, რომელიც რამდენიმე დღეში უკრაინის დაცემას უნდა გამოეწვია. ლუკაშენკო ანტყუილებს ახკვა. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ პუტინი და მისი ძალები უკრაინას ადვილად გადავლენდნენ. ბელარუსის დიქტატორმა პუტინს არა მხოლოდ თავისი ტერიტორიაზე ჯარების განთავსების უფლება მისცა, არამედ ბელარუსი უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ პლაცდარმადაც აქცია. ზამთარში სანამ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა, 30,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ბელარუსში შევიდა წორთნების საბაბით. მაგრამ სინამდვილეში ისინი ემზადებოდნენ ბელარუსსა და უკრაინას შორის არსებული 1084 კილომეტრიანი საზღვრის გადაკვეთისთვის. 2022 წლის 24 თებერვალს მათ სწორედ ეს გააკეთეს. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავდაპირველად სწრაფი პროგრესი აჩვენა და გავრცელებული ინფორმაციით პირველ საათებში ზელენსკის დაკავებასაც კი მიუახლოვდა, როგორც The Guardian-მა 2022 წლის აპრილში დაწერა, უკრაინამ ძლიერი თავდაცვა გაწია. რუსეთი უკან დაახევინეს. მალე დასავლეთის მხარდაჭერის ტალღა წამოვიდა და ქვეყანა, რომელიც თითქოს უნდა გაენადგურებინათ, დაიწყო გარდაქმნა იმ სამხედრო ძალად, რაც დღეს არის. ეს ლუკაშენკოსთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო. ხოვლის შემძლე რუსეთის მიერ ბევრად პატარა ქვეყნის დაპყრობის წარუმატებლობა ლუკაშენკოს უნდა ეთქვა, რომ მისი ნდობა პუტინის ძალაში არასწორი იყო. მაგრამ კაცრი განცხადებები და რუსეთის მხარდაჭერა 4 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ლუკაშენკოს ნამდვილად ბევრი ჰქონდა სათქმელი, მას შემდეგ რაც ბელარუსულმა ანტისამთავრობო ორგანიზაცია ბიპოლმა 2023 წლის თებერვალში ბელარუსში მაშილიჩის ავიაბაზაზე განთავსებული რუსული A-50 AWACS თვითმფრინავი გაანადგურა. ორმა აფეთქებამ პროცესში 350 მილიონი დოლარის რუსული ტექნიკა გაანადგურა. ჩანდა, რომ ლუკაშენკო კიდევ ერთ გაფრთხილებას უგულებელყოფდა. ლუკაშენკო აგრძელებდა პუტინისთვის მხარდაჭერის გაწერის გაწევას და ერთობლივ სამხედრო წუხთნებს ატარებდა რუსეთში. ხშირად იმდენად ახლოს უკრაინის საზღვართან, რომ ნათელი იყო ეს წურთნები მუქ არის ნიშნად ტარდებოდა. 2025 წლის იანვარში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ ნანობს რუსეთს ბელარუსის გამოყენების უფლება, რომ მისცა შეჭრის პლაცდარმად. და აქამდე მივიდა, რომ თქვა, პუტინი მისთვის უფროსი ძმასავით არის. იმ დროს არანაირი ნიშანი არ ჩანდა იმ 180 გრადუსიანი შემოტრიალებისა, რაც ახლა ვნახეთ. და თუ რამე შეიცვალა, ლუკაშენკომ 2026 წელს კიდევ უფრო გაამკაცრა რიტორიკა. 12 მაისს ლუკაშენკო თითქოს გონებას დაკარგა, როცა გამოაცხადა, რომ ბელარუსი აპირებდა არჩეული სამხედრო ნაწილების მობილიზაციას, რათა ისინი ომისთვის მოემზადებინა. მან დაამატა შენიშვნა, ღმერთმა ქნას, რომ ამის თავიდანაცილება შესაძლებელი იყოს. მაგრამ ყველა მაჩვენებელი მიუთითებდა იმაზე, რომ ბელარუსის დიქტატორი თავის ქვეყანას ბრძოლისთვის ამზადებდა და მხოლოდ ერთი ქვეყანა იყო, ვისთანაც ბელარუსს ბრძოლა მოუწევდა – უკრაინა. ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ჩატარდა ინსპექციები და წურთნები, რომელშიც 6000 რეზერვისტი და სამხედრო პირი მონაწილეობდა. და თუ წურთნებზე ვილაპარაკებთ, ბელარუსმა როგორც ჩანს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა უკრაინის ომში უშუალო ჩართულობისკენ, ვიდრე ოდესმე აქამდე. 21 მაისს ბელარუსის ტყეებში შევიდა სატვირთო მანქანები, რომლებიც კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს ეზიდებოდნენ.
ისინი იქ იყვნენ სამხედრო წუხთნების სერიის ფარგლებში, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად ტარდებოდა. ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ორივემ დააგვერდნენ წვრთნებს, რომლებიც იმისთვის ჩატარდა, რომ ბელარუსის ჯარისკაცებს შეეძლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მომზადება და განთავსება, მაშინ როგორც კი რუსეთი ბრძანებას გასცემდა. სამი დღის წვრთნების დასრულების შემდეგ ყველასთვის აშკარა გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ საბოლოოდ ბელარუსის სამხედრო ძალები რუსეთს გადასცა, რათა მათ საკუთარი სურვილის სურხედრად ემოქმედათ. მაგრამ ეხლა აქ ვართ. იმ წვრთნების დასრულებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში ალექსანდრ ლუკაშენკო ბოდიშს უხდის ვოლოდიმირ ზელენსკის. ამტკიცებს, რომ მისი განცხადებები თითქოს უკრაინის ლიდერი ნაძირალა და ნაცისტია, გაბრაზებულ მდგომარეობაში გააკეთა და უსამართლო იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის კოლექტიური სიცოცხლისთვის იბრძვის. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ დაიხია უკან ალექსანდრ ლუკაშენკომ და ბოდიში მოიხადა? შეგვიძლია სხვადასხვა მიზეზზე მიუთითოთ, მაგალითად იმაზე, რომ 20 მაისს უკრაინის ახალმა ხმამ გამოავლინა, რომ ბელარუსების 80% ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის ომში მიიღოს მონაწილეობა. ეს ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ცივი წყლის გადასხმა იქნებოდა. როდესაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ალექსანდრ ლუკაშენკო აღელდა და აფორიაქდა, მისი ხალხის უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ ისინი კატეგორიულად არ მიიღებდნენ ომისკენ მოწოდებას, რომელსაც ლუკაშენკო როგორც ჩანდა ამზადებდა. საკუთარი კანის გადარჩენა და დიქტატურის შენარჩუნება შესაძლოა სრულიად საკმარისი мотиваცია იყო ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის, რომ ნაწილობრივ მაინც გამოძვრალიყო ვლადიმირ პუტინის გავლენის ქვეშიდან. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. უბრალოდ თვითგადარჩენას მიღმა არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ალექსანდრ ლუკაშენკომ ახლა ისეთი მკვეთრი შემოbrunება გააკეთა, რომელსაც არავინ ელოდა. და ეს სამი მიზეზი ერთად აიძულებს ბელარუსის დიქტატორს მუხლებზე დადგეს და უკრაინის წინაშე თავი დახაროს. თუმცა სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, ერთი მოკლე შენიშვნა გვაქვს. ეს არის სამხედრო შოუ და რასაც ახლა უყურებთ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვიდეოებს ვქნით. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოძრაობს ძალა და რა გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ლუკაშენკოს მსგავსი ადამიანები იღებენ. თუ გსურთ ნახვა, დართმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ. ასე რომ სამი მიზეზი არსებობს. პირველი საერთოდ არ უკავშირდება უკრაინას. ეს ყველაფერი რუსეთთან არის დაკავშირებული. ინტერვიუს დროს ლუკაშენკომ აღიარა, რომ მიუხედავად მისი მკაცრი განცხადებებისა, მან იცის, რომ ბელარუსი თითქმის მთლიანად რუსეთზე იქნება დამოკიდებული თავდაცვის კუთხით, თუ ოდესმე პირდაპირ ჩაერთვება უკრაინის ომში. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მთავარი აღმოჩენა ისაა, რომ ლუკაშენკო კარგად იცის, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ბელარუსი ვერ დაეყრდნობა რუსეთს იმდენი დახმარების მისაღებად, რომ თავისი ტერიტორია დაიცვას. ლუკაშენკო ამბობს, რომ კონფლიქტში ჩართვა მიუღებელია და ბელარუსს დაუცველს დატოვებს და ამტკიცებს, რომ ეს პუტინსაც ადრეც უთქვამს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინასა და რუსეთს შორის ომი ბელარუსის ტერიტორიაზე გავრცელდეს. ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ეს საკითხი პუტინთან ერთად განიხილა. ეს იშვიათი გამონათებაა ბელარუსის გიჟი დიქტატორისთვის, მაგრამ ეს არ არის აღმოჩენა, რომელიც არსაიდან გაჩნდა. რამდენადაც გიჟურადაც არ უნდა ჩანდეს ლუკაშენკო, ის მაინც იმდენად ჭკვიანია, რომ დაინახოს. ბოლო რამდენიმე წელმა ნათლად აჩვენა, რამდენად ღირებულია რუსეთის ეგრეთ წოდებული დაცვა, როცა საქმე სერიოზულად მიდგება. პუტინმა წლები დახარჯა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად, მოკავშირეებისთვის დაცვის უზრუნო ოფის დაპირებით. მაგრამ ეს ფასადი დაიწყო ნგრევა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როცა სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი და მისი რეჟიმი სწრაფი ამბოხებულთა აჯანყების ფონზე ჩამოიშალა. პუტინმა არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაეცვა ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირედ მიაჩნდა და პირადადაც კი დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა ალ-ასადით, რადგან მან უარი თქვა დათმობებზე მოლაპარაკებებში მის დამხენამდე. გადავინასვროთ 2026 წელს და ლუკაშენკო მიხილა, როგორ გაუარესდა მდგომარეობა იმ ლიდერებისთვის, რომლებიც რუსეთთან ალიანსში არიან. ნიკოლას მადურო, რომელიც ვენესუელას ხელმძღვანელობდა და რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ამყარებდა, იანვარში აშშ-ის რეიდის შედეგად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დასაწყისში ირანში აშშ-მ მოკლა უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი. ორივე შემთხვევაში ამ ლიდერებმა დიდი თანხები დახარჯეს რუსული იარაღზე და ენდობოდნენ პუტინს, რომ ის მათ დაიცავდა, თუ ოდესმე საფრთხე დაემუქრებოდათ. მაგრამ ზუსტად ისე როგორც ალ-ასადის შემთხვევაში ვნახეთ, რუსეთმა მხოლოდ სუსტი დაგმობით შემოიფარგლა, მაშინ როცა მისი მთელი მოჩვენებითი მხარდაჭერა დაინგრა. თუნდაც აპრილში ლუკაშენკო დაინახავდა, როგორ გაიყვანა რუსეთმა თავისი აფრიკის კორპუსი მალიში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უმნიშვნელოა პუტინის დაცვის დაპირებები, როცა საქმე რეალურ გამოცდაზე მიდგება. მაშინაც კი როცა ლუკაშენკოს მსგავსი ადამიანი პირდაპირ რუსეთთან დაკავშირებული მართველი ქვეყნის უპირატესობით სარგებლობს, ის ვერ უგულებელ ყოფს ამ ნათელ მესიჯს. თუ ბელარუსი უკრაინასთან ბრძოლას დაიწყებს, რუსეთი იქ არ იქნება, რომ დაეხმაროს. და ლუკაშენკო ამას კარგად იცის. აი ამიტომ ამბობს, რომ ბელარუსი დაუცველია. მან ნახა, როგორ დაეცა მთელი რეჟიმები, როცა პუტინმა არაფერი გააკეთა. და წლები აუყურებს, როგორ ვერ ახერხებენ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინული დრონებისა და რაკეტების შეჩერებას, რომლებიც რუსულებიც რუსულ ტერიტორიაზე სამიზნეებს ურტყამენ. ნეტისმეტად ბევრის დაპირება და შემდეგ ნაკლების შესრულება. ეს რუსული გზაა. პუტინის სანდოობა მისივე ქმედებებმა გაანადგურა.
ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა რუსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდნენ, მაგალითად ნიკარაგუა, კუბა და ბევრი პატარა აფრიკული სახელმწიფო, რომლებმაც მალის მაგალითი იხილეს, ახლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ რუსეთისადმი ნდობის გონიურულობას, რადგან ნათელი გახდა, რომ პუტინი ყოველთვის საკუთარ ინტერესებს აყენებს წინ. ლუკაშენკოც ალბათ იმავე კითხვებს სვამს საკუთარ თავს, რასაც ეს ქვეყნები სვამენ. და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე ძალიან გვიანაა, უბრალოდ თავი აარიდოს თავისი ინტერესების რუსეთის კალათაში ჩადებას, ახლა ცდილობს ფრთხილად ამოიღოს ისინი, რადგან იცის, რომ რუსეთს ვერ ენდობა, რომ ბელარუსს ბრძოლაში დაუდგება გვერდით. ამას ვერავინ გააკეთებს. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ იმ კომენტარს ბელარუსის მოწყვლადობაზე. ეს განცხადება უფრო მეც ამბობს, ვიდრე შეიძლება გეგონოთ, რადგან ის მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რამდენად ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ბელარუსს დაიცავს. ეს ასევე გვაჩვენებს მეორე მიზეზს, რატომაც ლუკაშენკო ბოდიშებს იხდის და ცდილობს მთელი ომის განმავლობაში ნათქვამი ბრავადოსგან უკან დაიხიოს. ბელარუსის დიქტატორი იცის, რომ უკრაინას შეუძლია მისი ტერიტორია სურვილისამებრ დაარტყას და მას ამის შეჩერება არაფრით შეუძლია. ამიტომაც უთქვამენ სამიზნეებს, მაგრამ არა ფრონტს. უკრაინელები ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ფაბრიკებს. ისინი დრონებით მთელი რუსეთის მასშტაბით ურალებამდე ახორციელებენ დარტყმებს. აი ესეთი ომი გვაქვს ახლა, განაცხადა ლუკაშენკომ თავის ინტერვიუში. დაუბრუნდეთ ცოტა უკან, სანამ გავარკვევთ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. სამოქალაქო პირები, ლუკაშენკო. თუ ვინმე ამას აკეთებს, ეს რუსეთია და შენ ეს კარგად იცი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიხედვით, რუსეთის თავდასხმების შედეგად 16126 უკრაინელი სამოქალაქო პირის სიკვდილით დადასტურებულია. კიდე 46590 ადამიანი დაშავდა 31 მაისის მდგომარეობით. 15 ივნისს, იმავე დღეს, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოდიში მოიხადა, რუსეთის თავდასხმამ 11 ადამიანი იმსხვერპლა. ეს რუსეთია, რომელიც სამოქალაქო პირებს ესხმის თავს, არა უკრაინა. თუმცა ლუკაშენკოს გზავნილის არსი ისაა, რომ უკრაინამ შეიძინა შესაძლებლობა, რომლის არსებობასაც ვლადიმირ პუტინი ალბათ არ წმუნებდა, რომ არასდროს იქნებოდა. ღრმა დარტყმები უკრაინის მთავარი სტრატეგიაა, განსაკუთრებით 2026 წელს, და ბელარუსი დიქტატორი აკვირდება, როგორ იწვის სამიზნე ერთის შემდეგ მეორის რუსეთში. ციფრები ყველაფერს ამბობენ. მაისში უკრაინამ 2026 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ღრმა დარტყმები განახორციელა. დრონებისა და რაკეტების გამოყენებით რუსეთში 18 ნავთობისა და გაზის ობიექტს და კიდევ მრავალ სხვა სამიზნეს შეუდია. ჟურნალ The Economist-ის მიხედვით, თუ უკრაინა 2026 წლის განმავლობაში ამავე ტემპს შეინარჩუნებს, წლის ბოლომდე რუსულ ტერიტორიაზე 800 დარტყმას მიაღწევს. როცა ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი დაუცველია, ის გულისხმობს, რომ ქვეყანას არაფრის გაკეთება არ შეუძლია უკრაინის საჰაერო იერიშების შესაჩერებლად და ეს იერიშები სწრაფად და ინტენსიურად განხორციელდება. ბელარუს უკრაინასთან საზღვარი აქვს, რაც მას ძალიან ადვილ სამიზნედ აქცევს. და მხოლოდ 207585 კვადრატული კილომეტრით ბელარუსი ბევრად უფრო პატარა სამიზნეა ვიდრე რუსეთი. მისი ყველა ღირებული ტექნიკა და სამრეწველო ობიექტი კონცენტრირებულია ნაცვლად იმისა, რომ იყოს გაფანტული დიდ ტერიტორიაზე, როგორც ეს რუსეთშია. თუ უკრაინა გადაწყვეტს დარტყმას, სამიზნეების მხრივ მას უამრავი არჩევანი ექნება და ბელარუსი უბრალოდ ვერ შეძლებს ამ შეტევის შეჩერებას. ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ბელარუსი უკრაინის სამხედრო ძალების წინაშე ისეა გახსნილი, როგორც ღია ხელის გულზე. ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა, სამრეწველო და ლოგისტიკური ობიექტები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება, თქვა ლუკაშენკომ, და ის აბსოლუტურად მართალია. უკრაინას ბელარუსის სამხედრო შესაძლებლობები კარგად ესმის და ლუკაშენკოს მთელი მისი მკამკაცრი განცხადებების შესრულებით არაფერს მოიგებს. ამიტომაც ის საპირისპირო გზას ირჩევს. პატიებას ითხოვს იმ იმედით, რომ არასდროს მოუწევს ნახოს უკრაინული დრონები იმ ქვეყნის ენერგოობიექტებში, რომელიც წელიწადში დაახლოებით $2 მილიარდ გამოიმუშავებს ნავთობპროდუქტების გაყიდვით, ან რუსული ნავთობისა და გაზის შუამავლობით. და ასე მივედით ბოლო მიზეზამდე, თუ რატომ შეცვალა ლუკაშენკომ პოზიცია რადიკალურად. და ისევ, ეს მინიშნებულია ერთ-ერთ ციტატაში, რომელიც გაგიზიარეთ. ლუკაშენკო აცნობიერებს, რომ ბელარუსი უკრაინის სამხედრო ძალების წინაშე დაუცველია საჰაერო ბრძოლაში. მაგრამ ეს დაუცველობა ვრცელდება ბელარუსის სამხედრო ძალების ყველა ასპექტზე. მარტივი ფაქტია, რომ ბელარუსის მსგავსი პატარა ქვეყანა უბრალოდ ვერ შეედრება უკრაინის ძალას, რაც კიდევ უფრო რთულდება იმ რუსული დაცვის დილემით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მოდით ციფრებს გადავხედოთ. 20 მაისს, მას შემდეგ რაც ლუკაშენკომ მობილიზაციის შესახებ მუქარები გააჟღერა, უკრაინის ახალმა ხმამ გაავრცელა კომენტარები, რომლებიც უკრაინის პარლამენტის წევრმა რომან ბეზმიაცნიმ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ბელარუსს ჰყავს დაახლოებით 46000 ჯარისკაცისგან შემდგარი სავალდებულო სამხედრო სამსახურის არმია, მაგრამ მას აქვს კოლოსალური დეფიციტი საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის, განსაკუთრებით ჯავშან ტექნიკის მიმართულებით, რათა ამ არმიას მხარდაჭერა გაუწიოს. რუსეთმა ბელარუსის მარაგების უმეტესობა წაიღო, განაცხადა ბეზმიაცნიმ, რაც ფაქტობრივად ბელარუსს დაუცველს ტოვებს. თუნდაც არმიას ჰქონდეს მარაგები, უკრაინა იმ მდგომარეობაშია, რომ 30000-ზე მეტ დანაკარგს თვეში აყენებს რუსეთის არმიას. ეს ბელარუსის სამხედრო ძალების 2/3-ის განადგურებას ნიშნავს ერთ თვეში, ხოლო დანარჩენები ვერ გაუძლებენ და შემდეგი თვის ბოლომდე ვერ მიაღწევენ.
სამხედრო თვალსაზრისით ბელარუსს აბსოლუტურად არაფერი აქვს, რითაც უკრაინაზე ზემოქმედებას შეძლებს. გარდა იმისა, თუ რუსეთი ბირთვული იარაღს განათავსებს მის ტერიტორიაზე. Global Firepower-ის მიხედვით, უკრაინას ხავს 900,000 მოქმედი სამხედრო და 4 მილიონი რეზერვისტი. უკრაინა თავის თავდაცვაზე წელიწადში 45 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც ბელარუსზე 45 ჯერ მეტია. უკრაინას ორჯერ მეტი თვითმფრინავი ხავს და მათ მართვაში გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს, ასევე ორჯერ მეტი ტანკი და თითქმის 80,000-ით თასით მეტი ჯავშანტექნიკა. მათ შორის არის დრონებიც, მილიონობით FPV დრონი, 10,000-ობით გრძელდისტანციური და საშუალო დისტანციური დართვმის დრონი. ეს მეტალის არმია სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ბელარუსი თავის ისტორიაში ოდესმე შეხვედრია და ის წამებში დაასრულებს ნებისმიერ ბრძოლას, რომელსაც ლუკაშენკოს ცდილობს დაიწყოს. ამ სამ საკითხს თუ გაითვალისწინებთ, მიხვდებით, რატომ იხევს უკან და უკრაინას ემორჩილება პუტინის ერთ-ერთი საყვარელი მარიონეტი. ომი პრაქტიკულად ჩვენს ეზოში მიმდინარეობს. ჩვენ ეს ომი არ გვინდა, რადგან შეიძლება ისეთივე ტანჯო გამოიცადოთ, როგორცაც უკრაინელები და რუსები განიცდიან, თქვა ლუკაშენკომ, როცა მისი ინტერვიუ დასასრულს მიუახლოვდა. მან დაამატა: და მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს და მშვიდობის შეთანხმებები უნდა იქნეს მიღწეული კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის. კი, მაგრამ ყოველთვის ასე არ გჯეროდა. ხომ ასეა ლუკაშენკო? რომ გჯეროდეს, ასე დიდხანს და ასე პირდაპირ არ დაუჯერდი მხარს პუტინს. მაგრამ ეხლა როგორც ჩანს, ლუკაშენკომ საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ის უბრალო პატარა თევზია, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს უკრაინულ ტიტანას. ბრძოლა უიმედო იქნებოდა. ბელარუსი რუკიდან გაქრებოდა. ან, რადგან მოსახლეობის 80% არ უჭერს მხარს ომში მონაწილეობას, ისინი უბრალოდ უარს იტყოდნენ ბრძოლაზე. ლუკაშენკო შეიძლება უკან იხევს, რადგან შეშინებულია. რუსეთს დიდი გეგმები ჰქონდა 2026 წლისთვის. უკრაინის თავდაცვა უნდა ჩამოშლილიყო. დონბასი, რომელიც მშვიდობის მოლაპარაკებებში ცენტრალური თემა იყო, ძლიერ გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის ქვეშ აღმოჩნდებოდა. მაგრამ გეგმები დაინგრა. საფუძველს არ იძენს რუსეთი, არამედ უკრაინა. უკრაინამ გაათავისუფლა უზარმაზარი ტერიტორიები, ისეთ გამარჯვებაში, რომელმაც რუსეთი სირცხულში ჩააგდო. ომის დამთავრებასთან დაკავშირებული უკანდახევა მიმდინარეობს, რადგან უკრაინამ რუსული თავდაცვა გაარღვია და 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა ყოველთვის სამარცხვინო იყო. მაგრამ როცა რუსეთის ჯარები შიშით იმალებიან და მათი თავდაცვა ინგრევა, კიდევ უფრო მეტი სირცხვილი ემატება. დავიწყოთ მთავარი რიცხვით. 8 ივნისს როიტერსმა გამოაქვეყნა კომენტარები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის ომში ინიციატივა 2022 წელს შეიცვალა. 4 წლიანი მძიმე, თუმცა ძალიან ნელი წინსვლის შემდეგ რუსეთის მხრიდან უკრაინა სიტუაციას თავის სასარგებლოდ ცვლის. 2026 წელი აქამდე განსაკუთრებული წელი იყო. 6 თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთისგან 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. ამ მტკიცებებს მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც იგივე მონაცემებს ასახელებს და ეს მიუთითებს, რომ 2026 წლის კამპანია ისე არ მიმდინარეობს, როგორც პუტინს ეგონა. წელს დონბასი საბოლოოდ უნდა გადასცემოდა რუსეთს. ეხლა 2026 წლის მთავარი ნიშანი ის არის, რომ რუსი ჯარისკაცები იმალებიან, იღუპებიან ან გარბიან იმ ტერიტორიიდან, რომელსაც უკრაინა იბრუნებს. ეს სირცხვილია რუსეთისთვის, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. პირველ რიგში 600 კვადრატული კილომეტრი ერთადერთი რიცხვი არ იყო, რომელიც სირსკიმ და უკრაინის სამხედროებმა გაავრცელეს. მაისი უკრაინისთვის წარმატებული თვე იყო, ხოლო რუსეთისთვის სრული მარცხი. სირსკის თქმით, მაისში გათავისუფლებულ და დაკარგულ ტერიტორიებს შორის თანაფარდობა დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი იყო უკრაინის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ მაისში უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა შეძლო დაეკავებინა. ეს მოხდა გაზაფხულის შეტევის ბოლოს, რომელიც ზაფხულში დონბასის დაცემის საფუძველს უნდა შექმნიდა. მიუხედავად მუდმივი მტრის ზეწოლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაცვას, ოკუპანტების განადგურებას და ეფექტური დართმების განხორციელებას მტრის ოპერატიულ და სტრატეგიულ უკანახაზებში. ეს არის ჩვენი სამხედროების საქმიანობის ძირითადი შედეგები მაისში, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, თვის შემაჯამებელ შეხვედრაზე, განაცხადა სირსკიმ. და უკანახაზებში დართმების ხსენება მიგვანიშნებს, თუ როგორ ახერხებს უკრაინა ამ ყველაფერს. ამ რიცხვს გარკვეული შენიშვნები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სირსკიმ სწრაფად აღნიშნა 100 კვადრატული კილომეტრის მაჩვენებელი, ის უფრო თავშეკავებული იყო იმაზე საუბრისას, თუ სად აღწევს ბრისას, თუ სად აღწევს უკრაინა წარმატებებს. უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გააძლიერა შეტევის ტემპი, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. მუდმივი ბრძოლებია პოკროვსკის, პოლიპოლიასა და ალექსანდრიუკის მიმართულებებზე, ასე რომ არ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი არ ცდილობს. უბრალოდ პუტინის ძალები მუდმივად მარცხდებიან. უკრაინას აქვს სტრატეგია, რომ ნებისმიერ შესაძლებლობაზე 1200 კილომეტრიან ფრონტზე რუსული თავდაცვა დაასუსტოს და ეს მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სირსკიმ ეს პირდაპირ არ თქვა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის ბევრი წარმატება მის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მოდის.
2026 წლის დასაწყისში უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევების სერია ალექსანდრიუკის მიმართულებით, რომელიც ერთგვარ კვანძს წარმოადგენს დონეცკის, ზაპორიჟიისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებს შორის. ამ კონტრშეტევებმა უკრაინას საშუალება მისცა მარტის დასაწყისისთვის დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაებრუნებინა. ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ უკრაინა კვლავ ანადგურებს რუსული გამაგრებების გარკვეულ ნაწილებს ალექსანდროუკის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი მიღწევები, შესაძლოა ამ პროცესში სხვა სუსტი წერტილებითაც სარგებლობს. აქ რასაც ვხედავთ ორგვარია. რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას აღმოსავლეთსა და სამხრეთში ფრონტის ხაზზე შეტევის მაღალი ტემპის მიუხედავად. უკრაინა სხვაგვარად მოქმედებს. ის ქმნის სისუსტეებს რუსეთის ხაზებში და ის საშუალო მანძილზე დარტყმები, რომლებიც ვახსენეთ, დიდ როლს ასრულებს. როგორც კი სისუსტე აღმოაჩენენ, ხისიერი და ზუსტი კონტრშეტევები იწყება, რათა რუსეთის ძალები უკან დაახევინონ. ეს არის გონივრული დერუსიფიკაცია და ის აიძულებს პუტინის ძალებს სისხლით უკან დაიხიონ. რუსეთის დამარცხებული ძალებისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მაისი უკვე მეორე თვეა ზედიზედ, როცა რუსეთმა უკრაინაში წმინდა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. ამის შესახებ აცხადებს ომის შესწავლის ინსტიტუტი, ანუ ISW, რომელიც ამბობს, რომ თუ ტერიტორიულ ცვლილებებს შევხედავთ და უგულებელთ რუსხებთ რუსეთის შეღწევის მცდელობებს უკრაინის ნაცრისფერ ზონებში, აპრილში რუსეთისთვის სავალალო სურათი იკვეთება. უკრაინა ამ თვეში მოგებაში იყო და წმინდა ტერიტორიული მოგება 116.01 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ერთადერთი რაზეც რუსეთს შეეძლო დაეკრდნო იყო მცირე დანაყოფების ფარულად შეყვანა ნაცრისფერ ზონებში, სადაც ზოგჯერ მხოლოდ 1 ან 2 ჯარისკაცი იმყოფებოდა და ისინი იქ ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ უკრაინის დრონები მათ ვერ აღმოაჩენდნენ. ეს კონტროლი არ არის, ეს ლაჩრობაა, რომელიც ოკუპაციად არის შენიღბული. დაუბრუნდეთ მაისს. ის ფაქტი, რომ უკრაინამ დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა, ერთადერთი მაჩვენებელი არ არის, რის გამოც რუსეთი კოლექტიურად თავს სირცხვილით დახრის. სადაც არ უნდა შეხედოთ, ციფრები არაფრით გავს იმ დონბასის გამანადგურებელ კამპანიას, რაც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული. New York Post-ი უცხება, რომ უკრაინამ მაისში 88,000 რუსულ ობიექტს დაარტყა, რაც ქვეყანას აძლევს დარტყმის ტემპს. დღეში 2828 შეტევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თავად რუსეთის შიგნით. ამ დარტყმების შედეგად რუსეთს 30,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა. დამატებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა შეტევებმა, რომლებიც ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო მეტ დარტყმას მოიცავდა, ასევე უკრაინული დრონების მოსკოვში ვიზიტებმა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს 1 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა. დამატებითი მონაცემები მოდის United 24 მედიისგან, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინის შორეული დარტყმის საშუალებებმა რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკის, საწვავისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორებში 111 ობიექტს დაარტყეს. უკრაინა შიგნიდან ანადგურებს რუსეთის საომარ მანქანას. და CSK ამბობს, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინას აქვს ერთიანი გეგმა, რაც ქვეყნის შორეული დარტყმებს აქცევს უფრო ეფექტურად ვიდრე ოდესმე. მაშინაც კი უკრაინის საზღვაო ძალები ჩაერთნენ ამ მოქმედებაში. მაისში ქვეყანამ, რომელსაც თითქმის არც ერთი საბრძოლო გემი არ აქვს, თუმცა ამას ანაზღაურებს მრავალი საზღვაო და საჰაერო დრონით, ჩაატარა 1500 ოპერაცია, რომლებიც უკრაინული გადაზიდვების დასაცავად იყო განკუთვნილი. შედეგად უკრაინის 633-მა ხომალდმა შეძლო დუნაისა და დიდი ოდესის პორტებში მისვლა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის კომერციულ გადაზიდვებზე ზემოქმედება. რაც შეეხება რუსეთს, მაისში მას განსაკუთრებით საამაყო არაფერი ჰქონდა, რაც ასახავს იმას, თუ როგორი იყო 2026 წელი პუტინის მარიონეტებისთვის აქამდე. მიუხედავად შეტევების ტემპის ზრდისა, რუსეთის წინსვლა ფაქტობრივად გაჩერდა. რუსეთის არმიის მიერ ფრონტის ერთ რეგიონში მიღწეული ნებისმიერი წინსვლა სხვაგან იბალანსება, რის შედეგადაც ინიციატივას უკრაინა იღებს. 29 მაისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წელს რუსეთის ტერიტორიული დანაკარგების სამჯერ აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის დანაკარგების რაოდენობა უკვე 155,000 აღწევს წელს. ამ დანაკარგებიდან 86,000 იყო დაღუპული, ხოლო 59,000 დაჭრილი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი მხოლოდ ტერიტორიებს კი არ კარგავს, არამედ ადამიანებს სამუდამოდ კარგავს. ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. და თავად ზელენსკიმ აღწერა, თუ როგორი მდგომარეობაა ამჟამად. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყოველდღიურად კარგავს ინიციატივას, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 9 ივნისის ინტერვიუში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის დიდი წინსვლა საბოლოოდ არაფრად იქცა. უკრაინას ყველა კოზირი ხელში უჭირავს და ფრონტის ხაზზე უპირატესობა აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა დაიწყებს მასიურ შეტევას რუსეთის გასაძევებლად თავისი ტერიტორიიდან, მას აქვს პოტენციალი, რომ ომი დაასრულოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ პუტინის მიერ შექმნილი ნარატივი დაინგრა. რუსეთის პრეზიდენტს უნდა, რომ მსოფლიო ფიქრობდეს, თითქოს უკრაინა ადვილად დასაპყრობია. უკრაინამ 2026 წელი პუტინის მცდარობის დამტკიცებაში გაატარა და ეს დიდი სირცვილია, რომელიც რუსეთს ომიდან სამარცხვინო უკანდახევისკენ უბიძგებს. მოდით, ცოტა ხნით სირცხულზე ვისაუბროთ. პუტინი ისეთი ადამიანია, რომელსაც სირცხვილი არ გააჩნია.
მან უდარდელად მისცა ბრძანება თავის სამხედროებს. უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაედინათ, ხოლო იმისთვის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ დიდ რუდერად დარჩეს. ამის აღნიშვნა პუტინს სირცხულს არ აგზნობინებს, მაგრამ ის, რაც რუსეთის ლიდერს თავს დაახრის, არის ის, რომ აღმოჩნდება ისეთი უარგისი სამხედრო ტაქტიკოსი, რომ ის რაც უნდა ყოფილიყო სწრაფი და მარტივი გამარჯვება ყოვლის შემძლე რუსული არმიისთვის, გადაიქცა არა მხოლოდ გამოფიტვის ომად, არამედ ომად, რომელსაც რუსეთი უკვე წაგებას იწყებს. 2026 წელი უნდა ყოფილიყო უკრაინის დასასრული, მაგრამ ის გადაიქცა იმ წლად, როდესაც რუსული მითის ნამდვილი სახე გამოაშკარავდა. ეს არის ის, რაც პუტინს სახეს აუწითლებს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება, ასე რომ არ დაგავიწყდეთ გამოწერა და არ გამოტევოთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. იმის გასაგებად, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ, რომ პუტინს თავისი ომის გამო შერცხვენოდა, ჯერ თავად პუტინი უნდა გავიგოთ. რუსეთის ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მეტად ძალაუფლებას აფასებს. ის აკეთებს გრანდიოზულ განცხადებებს და ელოდება, რომ ისინი რეალობად იქცევ. ჩვენ ამას ახლა დონბასში ვხედავთ. პუტინი ფიქრობდა, რომ რუსეთის სამხედროები 2026 წლის შემოდგომამდე თლიან დონბასს აიღებდნენ, რაც გულისხმობდა მასიურ წინსვლას უკრაინის აღმოსავლეთში და დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის განადგურებას. პუტინი ამ მტკიცებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ სცადა ეს მშვიდობის მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოეყენებინა და უკრაინას უთხრა, რომ დონბასი უნდა დაეთმო, სანამ გამძვინვარებული რუსეთის სამხედროები უკრაინის თავდაცვას გაანადგურებდნენ. რეალობა ადგილზე სრულიად სხვა ამბავს გვიყვება და ეს პუტინს უხერხულობას უქმნის. რუსეთის ძალები არ გამძვინვარებულან, ისინი გარბიან და იმალებიან. ეს ახლა კინბურნის ყელზე ვხედავთ. 9 ივნისს უკრაინულმა გამოცემამ ახალი ხმა უკრაინისა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული პარტიზანული ჯგუფი ATŠ აცხადებს, რომ რუსეთის ძალები აქტიურად ტოვებენ პოზიციებს კინბურნის ყელის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დათმობამ მომარაგების ნაკადები დაარღვია და იქ მყოფი ჯარები იზოლაციაში დატოვა. ეს არის მოდელი, რომელიც ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე მეორდება. სწორედ ასე მოახერხა უკრაინამ 2026 წელს 600 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება და მაისში რუსეთთან შედარებით 100 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგება. ძლიერი რუსული არმია შიშისგან კოლექტიურად შარვალში ისვრის. და პუტინისთვის ეს სამარცხვინო მდგომარეობაა, რადგან ეს ამხელს მის ყველა განცხადებას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რუსეთი ცდილობს უკრაინაში არსებულ რეალობას დაუპირისპიროს გადაჭარბებული განცხადებები, რათა ძალაუფლების ილუზია შექმნას. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უკრაინის ომზე ისეთი შეხედულება გააჟღერა, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ მის თავში არსებობს. გერასიმოვის განცხადებით, წლის დასაწყისიდან ჩვენი კონტროლის ქვეშ გადავიდა სულ 80 დასახლება და 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. ეს თავისთავადაც კი სამარცხვინოა რუსეთისთვის, რადგან ეს მაინც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს ნიშნავს, რომელიც მათ აქვთ დაკავებული. თუმცა უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო ახლოსაა 600 კვადრატულ კილომეტრთან, რაც რუსეთისთვის კიდევ უფრო უარესია. ის, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, არის მითის გამჟღავნება. ბევრი მითია სინამდვილეში დაწყებული პუტინის ძლიერ ლიდერად წარმოჩენის ისტორიით რუსეთში. პუტინს უნდა, რომ მისმა ხალხმა დაინახოს იგი როგორც დამცველი. მაშინაც კი, როცა უკრაინული დრონები აღწევენ საჰაერო თავდაცვას დიდ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. მისი დიდი სირცხვილია, რომ მისი დამაჯერებლობის ძალა როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიო არენაზე ბევრს არ ნიშნავს, როცა ნავთობი იწვის, საწვავი იშვიათია, რუსი ჯარისკაცები მასობრივად იღუპებიან და უკრაინა კიდევ უფრო არღვევს რუსულ თავდაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალა შეიცვალა და ომსახურებელი რუსული ქედმაღლობითა და გადაჭარბებული მიღწევებით. ეს თავისთავად ამცირებაა პუტინისთვის. რუსეთის ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი სიტყვა, რაც მისგან გამოდის, რუსული გამარჯვების თითქოს და გარდაუვალობაზე ტყუილია. და 73 წლის ასაკში პუტინი იძულებულია განიხილოს ძალიან რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინამ ისე მოაწყო საქმე, რომ მის მიერ დაწყებული ომი მასზე დიდხანს გაგრძელდება. და ასაკის მატებასთან ერთად პუტინი უყურებს, როგორ უსხლტება ხელიდან კონტროლი საკუთარ ინვაზიაზე. უკრაინის დართმები სანქტ-პეტერბურგში მოხდა ეკონომიკური კონფერენციის დროს, რომელსაც რუსულ დავოსს უწოდებენ და რომელსაც 10,000-ობით ადამიანი ესწრება მთელი მსოფლიოდან. მათ დაინახავდნენ, როგორ ადიოდა კვამლი ცაში, როცა უკრაინამ პუტინის საკუთარი ომის კონტროლის დაკარგვის სიმბოლო აჩვენა. რუსეთი ვერ იცავს საკუთარ თავს უკრაინისგან. იქნება ეს ხმელეთზე თუ საკუთარ ცაში. ამიტომ საქმე მხოლოდ იმ სირცხულში არ არის, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებიდან ფიზიკურ გამოსვლას ახლავს. აქ სიმბოლური სირცხვილიც მოქმედებს. ნებისმიერი წარმოდგენის დამსხრევა, რომელსაც რუსეთი ცდილობს შექმნას იმის შესახებ, რომ ის უკრაინის ომში გარდაუვალი გამარჯვებულია, მიწაზე რაც ხდება არ ამართლებს იმას, რასაც პუტინი და მისი ლაქიები ამბობენ. უკრაინის მიერ მოპოვებული რამდენიმე სწრაფი გამარჯვება აჩვენებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ბრძოლას არ გამოთიშულა, არამედ ინიციატივა ხელში აიღო და რუსეთი თავდაცვაზე გადაიყვანა. ის, რაც უკრაინამ გვაჩვენა, ძალიან შთამბეჭდავია. აი რა უნდა მოხდეს შემდეგ, რომ უკრაინამ ეს წარმატება შეინარჩუნოს. უკრაინის მხარდამჭერების დახმარება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს და ამ მიმართულებით მოულოდნელი განვითარება მოხდა, რომელსაც მალე გაგიმხელთ.
მაგრამ იმაზე, რასაც უკრაინა თავად აკონტროლებს, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ის სტრატეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 2026 წელს მოპოვებულ 600 კვადრატულ კილომეტრს საშუალო მანძილზე დარტყმებს. 2026 წელს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ახალი კატეგორიის დრონები გამოჩნდა, რადგან უკრაინას საბოლოოდ აქვს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ეკონომიურია და შეუძლია რუსული ლოგისტიკისა და სარდლობის პოზიციების განადგურება ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრამდე მანძილზე. უკრაინა ან დრონებს იყენებს რუსული მომარაგების ჯაჭვების დასაშლელად, საჰაერო თავდაცვების გასარღვევად და რუსული ჯარების გადაადგილების შესაფერხებლად უკანა ხაზებზე, რაც საბოლოოდ ფრონტზე სისუსტეებს ქმნის. ლოგიკა ნათელია. თუ უკრაინა შეძლებს რუსეთს შეუშალოს ხელი გამაგრებული პოზიციების მომარაგებასა და ჯარისკაცებით გაძლიერებაში, ეს ქმნის სისუსტეებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. დაქანცული და დამარცხებული რუსული ძალები იძულებულნი არიან უკან დაიხიონ, რადგან მათთვის საჭირო რესურსები თავდაცვის შესანარჩუნებლად არ მიეწოდებათ. უკრაინა სიღრმეში ურტყამს და შემდეგ ფრონტზე ძლიერად უტევს. მაისში 100 კვადრატული კილომეტრის წმინდა წინსვლა აჩვენებს, რომ სტრატეგია მუშაობს. ომის ახალი ფაზა დაიწყო, რადგან უკრაინა უკანა ხაზზე რუსულ ლოგისტიკას აღჭობს. მიწის ზედა მარშრუტები, რომლებსაც რუსეთი ჯარისადისა და მარაგების გადასატანად იყენებს, მძიმე დარტყმების ქვეშაა. ჩვენ ამას ვხედავთ ყირიმში, სადაც ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდი, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს უკრაინის სამხრეთთან აკავშირებს, საშუალო რადიუსის დრონების მასიური შეტევებით განადგურდა. რუსული ძალები იძულებულნი არიან გაიფანტონ, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საპასუხო შეტევებისთვის და უკრაინა მთელი ძალით ახორციელებს თავის ახალ სტრატეგიას. 27 მაისს უკრაინამ გამოაცხადა თავისი პროგრამის, სახელწოდებით ლოგისტიკური ბლოკადა დაწყება, რომელიც აქტიურად აჯილდოებს იმ დანაყოფებს, რომლებიც რუსულ მომარაგების ხაზებს ურტყამენ, მეტი დრონითა და ქულებზე დაფუძნებული სისტემით გათვალისწინებული ჯილდოებით. თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოყო 113 მილიონი დოლარი ამ პროგრამისთვის. ნებისმიერი დამატებითი ფინანსური შემოსავალი უკრაინას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს გვიყვანს მეორე საკითხთან, რაც უნდა მოხდეს, რათა უკრაინამ 2026 წელს შეინარჩუნოს ის, რაც აქამდე მიაღწია. როდესაც უკრაინა იწყებს დომინირებას ადგილზე, მისმა მოკავშირეებმა, როგორიცაა ევროპული კავშირი ანუ ევროკავშირი, მეტი უნდა გააკეთონ ზელენსკის ძალების მხარდასაჭერად. ეს არის ევროპის თავდაცვისა და კოსმოსის კომომისრის ანდრეას კაბილიასის აზრი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მხოლოდ 2026 წელს უკრაინის თავდაცვაზე 80 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯო. უკრაინის მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების მხრიდანაც არის ზომები, რომ იგივე თანხები გაიგზავნოს, რაც გასულ წელს. ეს დაახლოებით 70 მილიარდი ევროა, განაცხადა კაბილიასმა. მისი აზრი მარტივია. რაც უფრო მეტი სამხედრო დახმარება შევა უკრაინაში, მით უკეთესი, რადგან ეს თანხა გააძლიერებს მთელ ქვეყანას როგორც თავდაცვით, ასევე შეტევით სტრატეგიაში, რომელმაც უკვე მრავალი წარმატება მოიტანა. ეს არნიშნავს, რომ ევროკავშირი 2026 წელს უკრაინას არ უჭერს მხარს. 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად დაახლოებით 3,2 მილიარდი დოლარი გამოგო. ასე რომ, მხარდაჭერა უკვე მოდის. კოპილიუსი უბრალოდ ამბობს, რომ ახლა 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ მხარდაჭერა ვერ შესუსტდება. უკრაინის ომი უკვე აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი კონფლიქტი. ეს ეხება ევროპის კოლექტიურ თავდაცვას, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ და უკრაინა ამ თავდაცვაში უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ იქცა, რადგან მან შექმნა რუსეთის წინააღმდეგ თავთავდაცვის გეგმა და გადაიქცა მსოფლიო ლიდერად სამხედრო დრონების ტექნოლოგიაში. ამიტომ ევროკავშირის მხრიდან გაგრძელებული მხარდაჭერა გადამწყვეტია, თუ უკრაინა უნდა შეინარჩუნოს ზეწოლა და კიდევ უფრო მეტი სიცხვილი მიაყენოს პუტინს. მაგრამ ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ უკრაინის ომში მოულოდნელი განვითარება მოხდა. ივნისის დასაწყისში აშშ-ის კონგრესმა მცირე ნაბიჯი გადადრა იმისკენ, რომ დააჯილდოოს ის გამორჩეული ოსტატობა, რაც უკრაინამ 2026 წლის განმავლობაში აჩვენა, მეტი იარაღითა და მხარდაჭერით. უკრაინის მხარდაჭერის აქტი წარმომადგენელთა პალატაში 226 ხმით 185-ის წინააღმდეგ მიიღეს. ეს აქტი არ იძლევა გარანტიას, რომ აშშ-ში უკრაინას მეტი იარაღს მიაწვდის, მაგრამ ის საფუძველს ქმნის უკრაინისთვის დახმარების გასაწევად, რაც მოიცავს დაზვერვის გაფართოებულ თანამშრომლობას, რუსეთზე დამატებით სანქციებსა და უსაფრთხოების დახმარებას. ამ აქტის მიღება უკრაინისთვის გადამწყვეტია. ეს აჩვენებს პუტინს, რომ მიუხედავად ყველა არეულობისა, რომელიც მან შეეცა და შეექმნა აშშ-სა და უკრაინას შორის, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, აშშ-ში კვლავ უჭერს მხარს უკრაინას. ეს მხარდაჭერა ახლა უკვე წერილობითია. აშშ-ში ახლახან ჩაიყარა საფუძველი უფრო ღრმა თანამშრომლობისა და უკრაინის თავდაცვაში მეტი ინვესტიციისთვის. მაგრამ აქ ერთი შენიშვნა. აქტს ჯერ კიდევ უნდა გაულოს აშშ-ს სენატში და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ასე მოხდება. მაინც სიგნალი უკვე არსებობს. ორპარტიული კანონპროექტი გავიდა წარმომადგენელთა პალატაში, რაც პუტინს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა აშშ-ში უფრო ძლიერია, ვიდრე მას ეგონა. თვეების მანიპულაციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ის გზავნილი, რომელიც პუტინს არ სურდა მოესმინა, უკვე გაგზავნილია. როცა უკრაინა იბრუნებს კიდევ უფრო მეტს, რაც მას ეკუთვნის და როგორც ჩანს ემზადება 2026 წლის მეორე ნახევრისთვის, სადაც იგივე გაგრძელდება, პუტინის ყველაზე დიდი სიფრცხილე შეიძლება მოლაპარაკების მაგებების მაგიდასთან დადგეს. უკრაინას აქვს ბერკეტი, რომლის ქონასაც რუსეთი არასდროს ელოდა. ახლა უკრაინა ის, ვინც ძალის პოზიციიდან შეუძლია მოლაპარაკება. პუტინს ეგონა, რომ ყველა კოზირი მის ხელში იყო. 2026 წელს უკრაინამ არაერთხელ გამოიყენა UN-ოს რევერსი. უკრაინა არაპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას.
იმისათვის, რომ გააგრძელოს საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანია, რომელმაც უკრაინას 2026 წლის წარმატებები მოუტანა, უკრაინა აშენებს ახალ და უფრო ძლიერ დრონებს. ერთ-ერთმა ასეთმა დრონმა ახლახან დებიუტი მოახდინა. მორიგანი აპრინტა და გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის R-280 სახმელეთო დერეფნის განადგურებაში. გაიგეთ, შეიძლება თუ არა ეს საიდუმლო ახალი დრონი იყოს საშუალო მანძილზე დარტყმებში გარდამტეხი ფაქტორი, რომელიც უკრაინას სჭირდება. ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ნახეთ მეტი ვიდეო, რომლებიც აჩვენებს პუტინის წარუმატებელი შეჭრის რეალობას. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.